სწორედ ახლა, ამ წამს, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს ტვინში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც შეიძლება შეუქცევადად შეცვალოს თქვენი აზროვნების უნარი. თქვენი პრეფრონტალური ქერქი, ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია კრიტიკულ აზროვნებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, გრძელვადიანი დაგეგმვის უნარზე, ამ წუთში აქტიურად იცვლება. არა მეტაფორულად, არა სიმბოლურად, ფიზიკურად იცვლება მისი სტრუქტურა, მისი ნეირონული კავშირები, მისი ფუნქციონირების წესი. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ეს ცვლილება არ ხდება თქვენი ნებით. ის ხდება იმის გამო, რომ დღეს თქვენ უკვე 50 ჯერ შეამოწმეთ თქვენი სმარტფონი. და ეს მხოლოდ დილის 10 საათია. სტენფორდის უნივერსიტეტის ნეიროლოგიის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც შეძრა მთელი სამეცნიერო საზოგადოება. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 2024 ადამიანი, 10-დან 30 წლამდე, ის თაობა, რომელიც არასოდეს იცნობდა სამყაროს სმარტფონების გარეშე. მათ ჩაუტარეს ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, გაზომეს კოგნიტური უნარები, შეადარეს შედეგები 2000 წლის მონაცემებს. დასკვნა იყო შოკის მომგვრელი. მათი პრეფრონტალური ქერქის მოცულობა საშუალოდ 11%-ით იყო შემცირებული. 11%. ეს არის ის რის რაოდენობა ტვინის ქსოვილისა, რომელიც ადამიანს განასხვავებს შიმპანზესგან, მაგრამ რიცხვები კიდევ უფრო საშინელია. 2000 წელს საშუალო ადამიანს შეეძლო კონცენტრაცია შეენარჩუნებინა 12 წამის განმავლობაში. 2025 წელს 8 წამი. 8 წამი. ეს ნაკლებია ვიდრე ოქროს თევზს. ოქროს თევზს აქვს 9 წამიანი ყურადღების დიაპაზონი. ჩვენ Homo sapiens, სახეობა, რომელმაც ააშენა პირამიდები, დაწერა ომი და მშვიდობა, გაგზავნა ხომალდები მარსზე, ახლა ვერ ვინარჩუნებთ ყურადღებას იმაზე მეტხანს, ვიდრე ერთი ტვიტის წაკითხვა სჭირდება. პროფესორმა ემილი ჩენმა, კვლევის ხელმძღვანელმა, ჩაატარა დამატებითი ექსპერიმენტი. მან სთხოვა მონაწილეებს წაეკითხათ ერთი გვერდი კლასიკური ლიტერატურიდან, დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი. არა სმარტფონის ეკრანზე, არამედ ნამდვილ წიგნში. შედეგი. 92%-მა ვერ დაასრულა. არა იმიტომ, რომ ტექსტი რთული იყო, არა იმიტომ, რომ არ აინტერესებდათ, არამედ იმიტომ, რომ მათი ტვინი ფიზიკურად აღარ იყო მორგებული ხანგრძლივ წრფივ ღრმა კითხვაზე. მათი ნეირონული ქსელები გადაწყობილი იყო სხვა რეჟიმზე, სწრაფი, ფრაგმენტული, ზედაპირული ინფორმაციის დამუშავებაზე. წარმოიდგინეთ თქვენი ტვინი როგორც ტყე. ძველ დროში ამ ტყეში არსებობდა ფართო, კარგად გაკვალული გზები, ნეირონული კავშირები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ღრმა აზროვნებას, კონცენტრაციას, ანალიტიკურ უნარებს. ეს გზები ყალიბდებოდა წლების განმავლობაში. როცა კითხულობდით წიგნებს, როცა წერდით ხელით ჩანაწერებს, როცა საათობით ფიქრობდით ერთ პრობლემაზე. მაგრამ ახლა სმარტფონის ეპოქაში ეს გზები იფარება ბალახით. ნეირონული კავშირები, რომლებსაც არ იყენებენ, ქრებიან. ეს არის ტვინის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ეწოდება გამოიყენე ან დაკარგე. ამავდროულად თქვენს ტვინში ყალიბდება ათასობით ახალი პატარა ბილიკი, თითოეული ნოტიფიკაციისთვის, თითოეული სვაიპისთვის, თითოეული მოკლე ვიდეოსთვის. ეს არ არის თქვენი ბრალი. ეს არის დიზაინი. სილიკონველის ინჟინრები, რომლებმაც შექმნეს თქვენი საყვარელი აპლიკაციები, იცოდნენ ზუსტად რას აკეთებდნენ. ისინი დაიქირავეს ნეიროლოგები, ბიჰევიორისტები, ფსიქოლოგები, არა იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინათ თქვენი ცხოვრება, არამედ იმისთვის, რომ გაეჭიანურებინათ თქვენი ყურადღება. ყოველი ფუნქცია, ყოველი ხმა, ყოველი ფერი, ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომ გააქტიურდეს ერთი კონკრეტული ნეიროქიმიური სისტემა, დოფამინი. ეს არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, ჯილდოს მოლოდინზე. ევოლუციამ შექმნა ის იმისთვის, რომ ჩვენ გვესურვა საჭმელი, სექსი, სოციალური კავშირები, ყველაფერი, რაც საჭიროა გადარჩენისთვის. მაგრამ დოფამინის სისტემას აქვს ერთი სისუსტე. ის არ განასხვავებს ნამდვილ ჯილდოს ხელოვნურისგან. როცა იღებთ ლაიქს ინსტაგრამზე, თქვენი ტვინი გამოყოფს დოფამინს. როცა ისმით ნოტიფიკაციის ხმას, დოფამინი. როცა ხედავთ წითელ წერტილს აპლიკაციის აიკონზე, დოფამინი. და ყველაზე მთავარი, როცა მოელით ამ ჯილდოს, მაგრამ არ იცით როდის მოვა, დოფამინის გამოყოფა იზრდება 10 ჯერ. ეს არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელზეც მუშაობს სლოთ მანქანა კაზინოში. და ეს არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელზე აგებულია თქვენი სმარტფონი. ყოველი სვაიპი, ეს არის სლოთ მანქანის ბერკეტის გადაწევა. იქნება საინტერესო, იქნება მოსწონს, იქნება ვინმე უპასუხა. თქვენ არ იცით და სწორედ ეს გაურკვევლობა აქცევს მას ასე ძლიერ ადიქციურად. თქვენი ტვინი ხდება პავლოვის ძაღლი, რომელიც ნერწყვდება ზარის ხმაზე, ხოლო ამ შემთხვევაში ზარი არის ვიბრაცია თქვენს ჯიბეში. მაგრამ დოფამინის წრე ეს მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი კატასტროფა ხდება უფრო ღრმად, პრეფრონტალურ ქერქში, ტვინის ის ნაწილში, რომელიც გვაკეთებს ადამიანებად.
ეს არის ის ზონა, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელ ფუნქციებზე. დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება, იმპულსების კონტროლი, აბსტრაქტული აზროვნება. ეს არის ის ნაწილი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვათ არა მესამე ნაჭერი ტორტისთვის, დაგეგმოთ თქვენი კარიერა 5 წლით წინ, გაიგოთ კანტის ფილოსოფია. პრეფრონტალური ქერქი ყალიბდება ყველაზე ნელა. ის სრულად მწიფდება მხოლოდ 25 წლის ასაკში. და ის არის ყველაზე მგრძნობიარე გარემოს ზემოქმედებისადმი. როცა ბავშვი იზრდება მუდმივ ციფრულ სტიმულაციაში, როცა მისი ყოველი თავისუფალი წამი ივსება ეკრანის შუქით, მისი პრეფრონტალური ქერქი ვითარდება სხვაგვარად. არა უარესად, არამედ სხვაგვარად. ის ოპტიმიზდება სწრაფი, მოკლე, ინტენსიური სტიმულების დასამუშავებლად. ის კარგავს უნას იმუშაოს ნელ, წრფივ, კომპლექსურ ინფორმაციასთან. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ნეიროლოგმა დოქტორმა მარკუს რეიჩლმა 2024 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ეს ვიზუალურად დაგვანახა. მან შეადარა ტვინის სკანირება ორი ჯგუფისა. პირველი, ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ სმარტფონს საშუალოდ 2 საათზე ნაკლებ დროში, მეორე, ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ 6 საათზე მეტს. განსხვავება იყო დრამატული. მეორე ჯგუფს ჰქონდა მნიშვნელოვნად შემცირებული აქტივობა პრეფრონტალურ ქერქში, მაშინაც კი როცა არ იყენებდნენ ტელეფონს. მათი ტვინი იყო მუდმივ მოლოდინის რეჟიმში, მუდმივ სიფხიზლეში, მუდმივ მზადყოფნაში შეამოწმოს შემდეგი ნოტიფიკაცია. ეს არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ ფრაგმენტირებულ ყურადღებას. თქვენი ტვინი აღარ არის ერთ ადგილას, ის არის ერთდროულად ყველგან და არსად. თქვენ ისაუბრეთ მეგობართან, მაგრამ ნაწილი თქვენი ტვინისა ფიქრობს, იქნება ვინმე მომწერა. თქვენ კითხულობთ წიგნს, მაგრამ ყოველ აბზაცზე თქვენი თვალი უნებლიეთ ეძებს ტელეფონს. თქვენ მუშაობთ მნიშვნელოვან პროექტზე, მაგრამ ყოველ 5 წუთში ამოწმებთ ელფოსტას. ეს არ არის სისუსტე, ეს არის ნეირონული გადაწყობა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ირვინის კამპუსის კვლევა მაჩვენა, რომ საშუალოდ ადამიანს სჭირდება 23 წუთი და 15 წამი იმისთვის, რომ სრულად დაუბრუნდეს კონცენტრირებულ მუშაობას შეფერხების შემდეგ. 23 წუთი. ახლა დაფიქრდით. რამდენჯერ გაწყვეტ თქვენს მუშაობას დღეში? თუ პასუხია 5 ჯერ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კარგავთ თითქმის 2 საათს მხოლოდ იმაში, რომ ცდილობთ დაუბრუნდეთ ფოკუსს. თუ პასუხია 20 ჯერ, თქვენ ფაქტობრივად არასოდეს აღწევთ ღრმა კონცენტრაციის მდგომარეობას. და აქ იწყება ყველაზე საშიში ნაწილი – მეხსიერების ატროფია. ადამიანის მეხსიერება არ არის მყარი დისკი, სადაც ინახება ფაილები. ის არის აქტიური, დინამიური პროცესი, რომელიც მოითხოვს ენერგიას, ყურადღებას, განმეორებას. როცა თქვენ სწავლობთ რაღაცას, ახალ ენას, ახალ უნარს, ახალ ცოდნას, თქვენს ტვინში ყალიბდება ახალი ნეირონული კავშირები. მაგრამ ეს კავშირები სუსტია. მათ სჭირდებათ განმტკიცება, რომელიც ხდება ძილის დროს, მედიტაციის დროს, მოსვენების დროს, იმ მომენტებში, როცა თქვენი ტვინი არ არის დატვირთული ახალი ინფორმაციით. მაგრამ რა ხდება, როცა თქვენი ტვინი არასოდეს ისვენებს? როცა ყოველი თავისუფალი წამი ივსება ახალი ინფორმაციით, ახალი ვიდეოთი, ახალი პოსტით, ახალი სიახლით. ნეირონული კავშირები არ მტკიცდება. ინფორმაცია არ გადადის მოკლევადიანი მეხსიერებიდან გრძელვადიანში. თქვენ ხდებით ადამიანი, რომელიც იცის ყველაფერი და არაფერი. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი ფაქტი Google-ში, მაგრამ ვერ გაიხსენებთ რა გითხრათ თქვენმა მეგობარმა გუშინ. ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დოქტორმა დენიელ ვეგნერმა 2011 წელს აღმოაჩინა ეფექტი, რომელსაც უწოდა Google ეფექტი. ის აჩვენებს, რომ როცა ადამიანები იციან, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ონლაინ, მათი ტვინი არ ცდილობს მის დამახსოვრებას. ის ინახავს მხოლოდ ინფორმაციას იმის შესახებ, სად შეიძლება იპოვოს ეს ინფორმაცია. ეს ჟღერს ეფექტურად, არა? ჩვენ ვაუთსორსებთ ჩვენს მეხსიერებას ციფრულ ტექნოლოგიებზე, ისევე როგორც ჩვენმა წინაპრებმა აუთსორსეს ფიზიკური ძალა ცხენებზე და მანქანებზე. მაგრამ აქ არის განსხვავება. როცა თქვენ არ იყენებთ კუნთებს, ისინი ატროფირდებიან, მაგრამ თქვენ რჩებით ადამიანად. როცა თქვენ არ იყენებთ მეხსიერებას, ატროფირდება თქვენი იდენტობა. რადგან მეხსიერება არ არის მხოლოდ ფაქტების სათყობი, მეხსიერება არის ის, რაც გაქცევთ თქვენ. თქვენი მოგონებები, თქვენი გამოცდილება, თქვენი ცოდნა, ეს ყველაფერი ქმნის თქვენს პიროვნებას, თქვენს მსოფლმხედველობას, თქვენს უნარს დაუკავშიროს. თქვენს უნარს დაუკავშიროთ ახალი ინფორმაცია ძველს და შექმნათ რაღაც ახალი. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომლებიც კითხულობენ ერთსა და იმავე წიგნს. პირველს აქვს მდიდარი შინაგანი ბიბლიოთეკა, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, მოგონებები, იდეები. როცა ის კითხულობს ახალ წინადადებას, მისი ტვინი ავტომატურად აკავშირებს მას ათასობით სხვა წინადადებასთან, რომელიც მან წაიგითხა ადრე. ის ხედავს პარალელებს, კავშირებს, წინააღმდეგობებს. ის არ კითხულობს, ის ფიქრობს. მეორეს არ აქვს ეს ბიბლიოთეკა. მისი ცოდნა არის გარეთ, Google-ში. როცა ის კითხულობს იმავე წინადადებას, ის მხოლოდ კითხულობს.
სიტყვები გადის მის ტვინში და გადის გავლით, არაფერს არ ეხებიან, არაფერს არ ტოვებენ. ეს არის ის, რასაც ნეიროლოგები უწოდებენ ცარიელ კოგნიციას, აზროვნება გარეშე ღრმა დამუშავებისა. თქვენ მოიხმართ უზარმაზარ რაოდენობას ინფორმაციას, მაგრამ არაფერი არ რჩება. ეს არის როგორც კვება ფასტ ფუდით. თქვენ ივსებით, მაგრამ არ იკვებებით. თქვენი ტვინი ხდება ინფორმაციის დამუშავების მანქანა, რომელიც მუშაობს უწყვეტ რეჟიმში, მაგრამ არასოდეს აწარმოებს რაიმე ნამდვილად ღირებულს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევამ 2023 წელს აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც იხენებდნენ ლეპტოპებს ლექციებზე ჩანაწერების გასაკეთებლად, ჰქონდათ მნიშვნელოვნად უარესი შედეგები გამოცდებზე, ვიდრე მათ, ვინც წერდა ხელით. მიზეზი. როცა წერ ხელით, შენ ფიზიკურად ვერ ასწრებ ყველაფრის ჩაწერას სიტყვასიტყვით. შენ იდულებული ხარ გაიგო, გააანალიზო, გადადააკეთო ინფორმაცია საკუთარი სიტყვებით. ეს არის აქტიური დამუშავება. როცა წერ ლეპტოპზე, შენ ხდები სტენოგრაფისტი, პასიური გადამწერი, რომელიც არ ფიქრობს. და ახლა დაფიქრდით, რა ხდება თაობასთან, რომელიც არასოდეს წერს ხელით, რომელიც არასოდეს კითხულობს გრძელ ტექსტებს, რომელიც არასოდეს ატარებს საათობით ერთ პრობლემაზე. მათი ტვინი ვითარდება სრულიად სხვა გზით. ისინი არიან პირველი თაობა ადამიანთა ისტორიაში, რომლის ტვინი ოპტიმიზებულია არა ღრმა აზროვნებისთვის, არა მორნებისთვის, არამედ სწრაფი ინფორმაციის მოხმარებისთვის. ეს არ არის მორალური განსჯა, ეს არის ნეირობიოლოგიური ფობიოლოგიური ფაქტი. და ის ბადებს ერთ შემაშფოთებელ კითხვას. რა ხდება საზოგადოებასთან, სადაც უმრავლესობას არ შეუძლია ღრმა, კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნება? რა ხდება დემოკრატიასთან, როცა ამ მომრჩეველს არ შეუძლია გაანალიზოს კომპლექსური პოლიტიკური პროგრამა და ირჩევს მხოლოდ ემოციური რია საფუძველზე? რა ხდება მეცნიერებასთან, როცა ახალგაზრდა მეცნიერებს არ შეუძლიათ ცლობით იმუშაონ ერთ რთულ პრობლემაზე? ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა ნიკ ბოსტრომმა 2015 წელს გამოთქვა ჰიპოთეზა, რომელიც მაშინ ჩანდა ფანტასტიკურად. ის თქვა: შესაძლოა ჩვენ ვართ ბოლო თაობა, რომელსაც შეუძლია ნამდვილი, ღრმა, დამოუკიდებელი აზროვნება. შემდეგი თაობები იქნებიან ინტელექტუალურად დამოკიდებულნი ხელოვნურ ინტელექტზე და ციფრულ ტექნოლოგიებზე, არა იმიტომ, რომ აირჩევენ ამას, არამედ იმიტომ, რომ მათი ტვინი აღარ იქნება მორგებული დამოუკიდებელ აზროვნებაზე. 10 წლის წინ ეს ჟღერდა როგორც დისტოპია. დღეს ეს ჟღერს როგორც პროგნოზი. მაგრამ რა ხდება ნეირონულ დონეზე? რა არის ზუსტად ის მოლეკულური მექანიზმი, რომელიც გარდაქმნის თქვენს ტვინს ციფრული ინფორმაციის დამუშავების მანქანად? პასუხი იმალება ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელსაც ნეიროლოგები უწოდებენ ნეიროპლასტიურობას. ტვინის უნარს შეცვალოს საკუთარი სტრუქტურა გამოცდილების საფუძველზე. თქვენი ტვინი არ არის სტატიკური ორგანო. ის არის ცოცხალი, დინამიური, მუდმივად ცვალებადი სისტემა. ყოველი აზრი, ყოველი მოქმედება, ყოველი გამოცდილება ტოვებს კვალს, ფიზიკურ, გაზომვად, ბიოქიმიურ კვალს. როცა თქვენ სწავლობთ ფორტეპიანოზე დაკვრას, თქვენი მოტორული ქერქის ნეირონები ქმნიან ახალ კავშირებს. როცა თქვენ სწავლობთ ახალ ენას, თქვენი ბროკას არეალი იზრდება. როცა თქვენ ვარჯიშობთ მედიტაციას, თქვენი პრეფრონტალური ქერქი ხდება უფრო მკვრივი, უფრო აქტიური, უფრო ეფექტური. მაგრამ ნეიროპლასტიურობა მუშაობს ორივე მიმართულებით. ის, რასაც თქვენ არ იხენებთ, ქრება. ის, რასაც თქვენ იხენებთ ზედმეტად, იზრდება. მაგრამ არა ყოველთვის იმ გზით, რომელიც სასარგებლოა. და სწორედ აქ იწყება ნამდვილი პრობლემა სმარტფონებთან. კოლუმბიის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის დეპარტამენტმა 2025 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც პირველად დეტალურად აჩვენა აჩვა ხდება დოფამინის რეცეპტორებთან ქრონიკული სმარტფონის გამოყენების დროს. მეცნიერებმა გამოიყენეს პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია, ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურ დროში დაინახოთ, როგორ მუშაობს ნეიროტრანსმიტერები ტვინში. მათ შეისწავლეს 200 მოხალისე, რომლებიც იყენებდნენ სმარტფონს საშუალოდ 7 საათზე მეტ დროში. ეს არის საშუალო მაჩვენებელი თაობა ზედაზედისთვის. შედეგები იყო შოკის მომგვრელი. ამ ადამიანებს ჰქონდათ საშუალოდ 32%-ით შემცირებული დოფამინის D2 რეცეპტორების რაოდენობა ვენტრალურ სტრიატუმში. ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ჯილდოს დამუშავებაზე. 32%. ეს არის იგივე დონე, რომელიც ფიქსირდება ქრონიკულ კოკაინის მომხმარებლებში. იგივე დონე, რომელიც ფიქსირდება პათოლოგიურ აზარტულ თამაშებში. თქვენი ტვინი ფიზიკურად, ქიმიურად, სტრუქტურულად ხდება მსგავსი ნარკომანის ტვინისა. მაგრამ რატომ ხდება ეს? მექანიზმი არის ელეგანტური და საშინელი. როცა თქვენ იღებთ დოფამინის მოკლე, ინტენსიურ ბერკეტს, ლაიქი, ნოტიფიკაცია, ახალი ვიდეო, თქვენი ტვინი გამოხობს დოფამინს. ეს არის ნორმალური ჯანსაღი რეაქცია. მაგრამ როცა ეს ხდება არა 5 ჯერ დღეში, არამედ 200 ან 300 ჯერ, თქვენი ტვინი იწყებს თავდაცვით რეაქციას. ის ამბობს: ეს ზედმეტად ბევრი დოფამინია. ეს არ არის ნორმალური.
მეუდა შევამციროთ მგზნობელობა. და როგორ ამცირებს ტვინი მგზნობელობას? ის ამცირებს რეცეპტორების რაოდენობას. წარმოიდგინეთ რეცეპტორები როგორც ანტენები, რომლებიც იჭერენ დოფამინის სიგნალს. როცა სიგნალი ზედმეტად ძლიერია, ტვინი ხურავს ნაწილ ანტენებს. პრობლემა ის არის, რომ როცა ანტენები დახურულია, თქვენ საჭიროებთ უფრო მეტ დოფამინს იმისთვის, რომ იგრძნოთ იგივე დონის სიამოვნება. ეს არის ტოლერანტობა. იგივე მექანიზმი, რომელიც აიძულებს ნარკომანს გაზარდოს დოზა. მაგრამ აქ არის განსხვავება. ნარკომანმა იცის, რომ ის ნარკომანია. ის იცის, რომ მას აქვს პრობლემა. ის შეიძლება ეძებს დახმარებას, შეიძლება ცდილობს შეწყვიტოს, მაგრამ smartphone-ის დამოკიდებულება არის უხილავი. ის არის ნორმალიზებული, ის არის სოციალურად მისაღები. უფრო მეტიც, ის არის სოციალურად აუცილებელი. როგორ შეგიძლია იცხოვრო თანამედროვე სამყაროში smartphone-ის გარეშე? როგორ შეგიძლია იმუშაო, ისწავლო, დაუკავშირდე ადამიანებს? ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტმა 2024 წელს ჩაატარა გამოკითხვა 2500 ადამიანს შორის 18-დან 25 წლამდე. მათ დაუსვეს მარტივი კითხვა. რამდენ ხანს შეგიძლიათ იყოთ თქვენი smartphone-ის გარეშე მძიმე შფოთვის გრძნობის გარეშე? პასუხები იყო შემაშფოთებელი. 94%-მა თქვა ნაკლებ 1 საათზე. 72%-მა თქვა ნაკლებ 15 წუთზე. 22%-მა თქვა ვერ ვიტან მის გარეშე 5 წუთზე მეც. ეს არის კლინიკური განმარტება დამოკიდებულებისა. უუნარობა შეწყვიტო ქცევა მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა. და უარყოფითი შედეგები არის. ისინი არიან გაზომვადი, დოკუმენტირებული, სამეცნიერო ფაქტი. მაგრამ ისინი არიან ნელი, თანდათანობითი, უხილავი, როგორც რადიაციის ზემოქმედება. თქვენ არ გძნობთ, როგორ იცვლება თქვენი ტვინი. თქვენ არ ხედავთ, როგორ ქრება თქვენი ნეირონული კავშირები. თქვენ მხოლოდ ამჩნევთ, რომ გიჭირთ კონცენტრაცია, რომ გიჭირთ დამახსოვრება, რომ გიჭირთ ღრმა აზროვნება. და თქვენ ფიქრობთ, ალბათ მე უბრალოდ დავიღალე. ალბათ მე უბრალოდ ვბერდები. მაგრამ ეს არ არის დაღლილობა, ეს არ არის ასაკი. ეს არის სტრუქტურული ცვლილება თქვენს ტვინში. და ყველაზე დაუცველი არის ჰიპოკამპი, ტვინის ის სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერების ფორმირებაზე და სივრცული ნავიგაციის უნარზე. მაქს პლანკის ინსტიტუტმა ბერლინში 2023 წელს დაიწყო გრძელვადიანი კვლევა, რომელიც გაგრძელდა 3 წელი. მეცნიერებმა შეისწავლეს 500 მოზარდი 16-დან 19 წლამდე, ის კრიტიკული პერიოდი, როცა ჰიპოკამპი ჯერ კიდევ ყალიბდება. მახეხევარს თხოვეს შეეზღუდათ smartphone-ის გამოყენება 2 საათამდე დღეში. მეორე ნახევარს დაუტოვეს ჩვეული რეჟიმი, საშუალოდ 6 საათი დღეში. 3 წლის შემდეგ მათ ჩაუტარეს დეტალური ტვინის სკანირება. განსხვავება იყო დრამატული. ჯგუფს, რომელიც იყენებდა smartphones 6 საათს, ჰქონდა საშუალოდ 9%-ით შემცირებული ჰიპოკამპის მოცულობა. 9%. ეს არის ის რაოდენობა, რომელიც ნორმალურად იკარგება 5 წლის განმავლობაში ბუნებრივი დაბერების პროცესში. ამ მოზარდებმა დაკარგეს 5 წელი ჰიპოკამპის განვითარებისა მხოლოდ 3 წელში. მათი ტვინი ბერდებოდა 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე უნდა ბერდებოდა. და ეს არ იყო მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება. ეს იყო ფუნქციური კატასტროფა. იმავე მოზარდებს ჩაუტარეს მეხსიერების ტესტები, მარტივი დავალებები, როგორიცაა სიტყვების სიის დამახსოვრება, სახეების ამოცნობა, მარშრუტის გახსენება. ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა შემცირებული ჰიპოკამპი, აჩვენა საშუალოდ 30% უარესი შედეგები. 30%. ეს არის განსხვავება ნორმალურ კოგნიტურ ფუნქციასა და სუბუქ კოგნიტურ დარღვევას შორის. მაგრამ ჰიპოკამპი არ არის მხოლოდ მეხსიერების საწყობი. საწყობი. ის არის ასევე ის ადგილი, სადაც ხდება ახალი ნეირონების წარმოქმნა, პროცესი, რომელსაც ეწოდება ნეიროგენეზი. ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ადამიანი იბადება გარკვეული რაოდენობის ნეირონებით და ეს რაოდენობა მხოლოდ მცირდება ასაკთან ერთად. მაგრამ ცხრიანი წლების ბოლოს აღმოაჩინეს, რომ ჰიპოკამპში ყოველდღიურად იბადება ათასობით ახალი ნეირონი, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ახალი ნეირონები არიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ისინი არიან ის, რაც საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ახალი რამ, შეიცვალოთ ძველი ჩვევ, ადაპტირდეთ ძველი ჩვევები, ადაპტირდეთ ახალ გარემოში. ისინი არიან თქვენი ტვინის პლასტიურობის საფუძველი. მაგრამ ნეიროგენეზი არის უაღრესად მგზნობიარე პროცესი. ის დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ძილზე, ფიზიკურ აქტივობაზე, სტრესის დონეზე, გარემოს სიმდიდრეზე. კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს კამპუსის ნეირობიოლოგებმა 2024 წელს აჩვენეს, რომ ქრონიკული ციფრული სტიმულაცია, მუდმივი ნოტიფიკაციები, მუდმივი ყუდმივი ყურადღების გადართვა, მუდმივი ახალი ინფორმაცია ამცირებს ნეიროგენეზს ჰიპოკამპში საშუალოდ 42%-ით. 42%-ით.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი აწარმოებს ნახევარზე ნაკლებ ახალ ნეირონს, ვიდრე უნდა აწარმოებდეს. თქვენი ტვინის უნარი ისწავლოს, შეიცვალოს, ადაპტირდეს, ეს ყველაფერი მცირდება ნახევრით. და აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული ეფექტი. ინფორმაციული გადატვირთვა იწვევს კოგნიტურ სიღარიბეს. თქვენ მოიხმართ უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე ოდესმე ისტორიაში, მაგრამ თქვენი ტვინი ხდება უფრო ღარიბი, უფრო მარტივი, უფრო პრიმიტიული. ეს არის როგორც ადამიანი, რომელიც ჭამს 1000 კალორიას დღეში, მაგრამ განიცდის მალნუტრიციას, რადგან ყველა ეს კალორია მოდის შაქრისა და ცხიმისგან. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კოგნიტური მეცნიერების ლაბორატორიამ 2025 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ეს ვიზუალურად დაგვანახა. მათ შექმნეს ორი იდენტური ჯგუფი სტუდენტებისგან და მისცეს მათ ერთი და იგივე დავალება. იგივე დავალება. წაიკითხეთ 40 გვერდიანი სამეცნიერო სტატია კვანტური მექანიკის შესახებ და დაწერეთ ანალიტიკური ესე. პირველ ჯგუფს მისცეს სტატია ბეჭდურ ფორმატში და სთხოვეს გამორთონ ყველა ელექტრონული მოწყობილობა. მეორე ჯგუფს მისცეს იგივე სტატია PDF ფორმატში კომპიუტერზე, მაგრამ მათ არ აკრძალეს ინტერნეტის გამოყენება. შედეგები იყო გასაოცარი. პირველმა ჯგუფმა დახარჯა საშუალოდ 2 საათი და 45 წუთი სტატიის დაკითხვაზე. მეორემ ჯგუფმა 5 საათი და 32 წუთი. მაგრამ მეორე ჯგუფმა არ კითხულობდა 5 საათი. ისინი კითხულობდნენ საშუალოდ 32 წუთს, შემდეგ ამოწმებდნენ ელფოსტას, შემდეგ კითხულობდნენ კიდევ 9 წუთს, შემდეგ უყურებდნენ YouTube-ს, შემდეგ კითხულობდნენ კიდევ 15 წუთს, შემდეგ ამოწმებდნენ სოციალურ ქსელებს. მათი ყურადღება იყო ფრაგმენტირებული 58 ეპიზოდად. და როცა მათ სთხოვეს დაეწერათ ესე, განსხვავება იყო კიდევ უფრო დრამატული. პირველი ჯგუფის ესეები იყო ღრმა, ანალიტიკური, სტრუქტურირებული. ისინი აჩვენებდნენ ნამდვილ გაგებას მასალისა. მეორე ჯგუფის ესეები იყო ზედაპირული, ფრაგმენტული, ხშირად წინააღმდეგობრივი. ისინი აჩვენებდნენ, რომ ავტორებმა წაიკითხეს სიტყვები, მაგრამ ვერ გაიგეს იდეები. ისინი დახარჯეს ორჯერ მეტი დრო, მაგრამ მიიღეს ნახევარი შედეგი. ეს არის ის, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ ყურადღების ნარჩენების ეფექტს. როცა თქვენ გადართავთ ყურადღებას ერთი დავალებიდან მეორეზე, ნაწილი თქვენი ტვინის არჩება წინა დავალებაზე. ეს არის როგორც კომპიუტერი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ღია ტაბი. თითოეული ტაბი იყენებს ნაწილს რამისა და საბოლოოდ მთელი სისტემა ნელდება. თქვენი ტვინი ხდება ნელი, არაეფექტური, დაღლილი, არა იმიტომ, რომ თქვენ აკეთებთ ბევრს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ცდილობთ გააკეთოთ ყველაფერი ერთდროულად. მაგრამ ყველაზე საშინელი ეფექტი არ არის კოგნიტური, ის არის ემოციური. სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა 2025 წელს აღმოაჩინა კორელაცია, რომელიც შეაშფოთებს ნებისმიერ მშობელს. ყოველი დამატებითი საათი, რომელსაც მოზარდი ატარებს სმარტფონთან, ზრდის დეპრესიის რისკს 9%-ით და შფოთვის რისკს 11%-ით. ეს არ არის კორელაცია, ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც დადასტურებულია მრავალი დამოუკიდებელი კვლევით. მექანიზმი არის კომპლექსური, მაგრამ ძირითადი ლოგიკა არის მარტივი. სოციალური მედია ქმნის მუდმივ შედარების კულტურას. თქვენ ხედავთ თქვენი მეგობრების საუკეთესო მომენტებს, მათ წარმატებებს, მათ სიხარულს, მათ იდეალურ ცხოვრებას. მაგრამ თქვენ არ ხედავთ მათ ბრძოლებს, მათ წარუმატებლობებს, მათ ტკივილს. თქვენ ადარებთ თქვენს რეალურ ცხოვრებას მათ კურირებულ ვერსიას. და ეს შედარება ყოველთვის არის თქვენს საზიანოდ. ბრიტანეთის ფსიქოლოგთა ასოციაციამ 2024 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც შეისწავლა 10,000 მოზარდი 14-დან 18 წლამდე. მათ დაუსვეს მარტივი კითხვა: რამდენჯერ დღეში ადარებთ თქვენს ცხოვრებას სხვების ცხოვრებას სოციალურ მედიაში? პასუხები იყო შემაშფოთებელი. საშუალო პასუხი იყო 27 ჯერ დღეში. 27 ჯერ. ეს ნიშნავს, რომ საშუალო მოზარდი ატარებს თითქმის ნახევარ საათს დღეში მხოლოდ იმაში, რომ გრძნობს თავს არადეკვატურად. და ეს შედარება არ არის ნეიტრალური. ის აქტიურად ცვლის თქვენი ტვინის ქიმიას. როცა თქვენ ხედავთ სურათს, რომელიც გიჩვენებთ, რომ სხვა ადამიანს აქვს რაღაც, რაც თქვენ არ გაქვთ, თქვენი ამიგდალა, ტვინის ემოციური ცენტრი, გააქტიურდება. ის გამოყოფს კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს. ქრონიკული კორტიზოლის დონის მომატება იწვევს მთელ რიგ პრობლემებს: ძილის დარღვევას, იმუნური სისტემის დასუსტებას, მეხსიერების გაუარესებას და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჰიპოკამპის ატროფიას. ეს არის ბოროტი წრე. სტრესი ამცირებს ჰიპოკამპს. შემცირებული ჰიპოკამპი ამცირებს თქვენს უნარს გაუმკლავდეთ სტრესს, რაც იწვევს კიდევ უფრო მეტ სტრესს. და ყოველი ეს ციკლი აძლიერებს დამოკიდებულებას, რადგან როცა თქვენ გრძნობთ თავს ცუდად, თქვენი ტვინი ეძებს სწრაფ გამოსავალს, სწრაფ დოფამინის ბერკეტს. და სად არის ყველაზე ახლოს, ყველაზე ხელმისაწვდომი, ყველაზე გარანტირებული დოფამინის წყარო? თქვენს ჯიბეში. მაგრამ არსებობს კიდე ერთი უფრო ღრმა პრობლემა.
პრობლემა, რომელიც ეხება არა ინდივიდუალურ ტვინს, არამედ კოლექტიურ ინტელექტს. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც დამოკიდებულია კომპლექსურ, გრძელვადიან კოლაბორაციულ აზროვნებაზე. ყველა დიდი მიღწევა, მეცნიერული აღმოჩენები, ტექნოლოგიური ინოვაციები, სოციალური პროგრესი მოითხოვს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ წლობით იმუშაონ ერთ რთულ პრობლემაზე, შეინარჩუნონ ფოკუსი, გაიგონ ღრმა კავშირები ითანამშრომლ სხვებთან. მაგრამ რა ხდება, როცა მთელი თაობა კარგავს ამ უნარებს? როცა საშუალო ადამიანს არ შეუძლია კონცენტრაცია შეინარჩუნოს 8 წამზე მეტხანს. როცა საშუალო სტუდენტს არ შეუძლია წაიკითხოს 40 გვერდიანი სტატია. როცა საშუალო მეცნიერს არ შეუძლია იმუშაოს ერთ პროექტზე 5 წლის განმავლობაში. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფუტუროლოგიის ინსტიტუტმა 2025 წელს გამოაქვეყნა პროგნოზი, რომელიც შეაშფოთებს ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს. მათი მოდელირება აჩვენებს, რომ თუ მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება, თუ ახალგაზრდა თაობები გააგრძელებენ ტვინის ფორმირებას ციფრული გადატვირთვის პირობებში, ჩვენ შეიძლება დავინახოთ მნიშვნელოვანი შენელება სამეცნიერო პროგრესში უახლოეს 30 წელში. არა იმიტომ, რომ ახალი თაობა იქნება ნაკლებად ინტელექტუალური, IQ ტესტები ფაქტობრივად აჩვენებენ სუბუქ ზრდას. არამედ იმიტომ, რომ ისინი იქნებიან ნაკლებად მოთმინებიანი, ნაკლებად ფოკუსირებული, ნაკლებად შესაძლებელი იმუშაონ რთულ, გრძელვადიან პრობლემებზე. ისინი იქნებიან ბრწყინვალენის, სწრაფი, პრაქტიკული მამოციბი, მოკლე, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაში, მაგრამ უუნარონი, ღრმა, თეორიული და ევოლუციური აზროვნებისთვის. და ეს უკვე ხდება. ბუნების ჟურნალმა 2025 წელს გამოაქვეყნა ანალიზი ბოლო 10 წლის სამეცნიერო პუბლიკაციებისა. მათ აღმოაჩინეს საინტერესო ტენდენცია. საშუალო სამეცნიერო სტატიის სიგრძე შემცირდა 31%-ით. ციტირებების რაოდენობა შემცირდა 22%-ით. მათემატიკური მოდელების სირთულე შემცირდა 18%-ით. ამავდროულად პუბლიკაციების რაოდენობა გაიზარდა 47%-ით. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერები წერენ უფრო მეტ სტატიას, მაგრამ ყოველი სტატია არის უფრო მოკლე, უფრო ზედაპირული, უფრო ნაკლებად ინოვაციური. ნაკლებად ინოვაციური, ისინი აწარმოებენ უფრო მეტ კონტენტს, მაგრამ ნაკლებ ცოდნას. ეს არის ზუსტად ის პატერნი, რომელიც ჩვენ ვხედავთ ინდივიდუალურ დონეზე, მაგრამ ახლა ის ვრცელდება მთელ სამეცნიერო საზოგადოებაზე. და აქ ჩნდება ერთი შემაშფოთებელი კითხვა. თუ ეს ხდება მეცნიერებთან, ადამიანებთან, რომლებიც სპეციალურად ვარჯიშობენ ღრმა ანალიტიკურ აზროვნებაში, რა ხდება დანარჩენ საზოგადოებასთან? რა ხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან მეცნიერები, მაგრამ უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები? პოლიტიკოსები, მოსამართლეები, ბიზნეს ლიდერები, ამომრჩეველები. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე მეტად შეაშფოთებს ნეირომეცნიერებს. ეს ცვლილებები არ არის შეუქცევადი. თქვენი ტვინი არ არის გატეხილი მანქანა, რომელიც საჭიროებს შეცვლას. ის არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია განიკურნოს, აღდგეს, გადაიწყოს თავისი არქიტექტურა. მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთი რამ, რაც თანამედროვე სამყაროში ხდება უფრო და უფრო იშვიათი. და უფრო იშვიათი დრო. არა მხოლოდ დრო როგორც წუთები და საათები, არამედ დრო როგორც უწყვეტი, დაუცველი, ღრმა ყურადღების პერიოდი. ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის კლინიკამ 2025 წელს ჩაატარა რევოლუციური ექსპერიმენტი, რომელმაც პირველად აჩვენა, რომ ციფრული დეტოქსიკაცია შეიძლება ფიზიკურად შეცვალოს ტვინის სტრუქტურა. მათ შეარჩიეს 130 მოხალისე, 22-დან 29 წლამდე. ყველა მათგანი იყენებდა სმარტფონს საშუალოდ 7 საათზე მეტ დღეში. ყველას ჩაუტარეს დეტალური ტვინის სკანირება და კოგნიტური ტესტები. შემდეგ მათ დაყვეს 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფს სთხოვეს სრულიად შეეწყვიტა სმარტფონის გამოყენება 4 კვირის განმავლობაში, არა შემცირება, სრულიად შეწყვეტა. მათ მისცეს ძველი ტელეფონები, რომლებსაც შეეძლოთ მხოლოდ ზარები და SMS, არა ინტერნეტი, არა აპლიკაციები, არა სოციალური მედია. მეორე ჯგუფს სთხოვეს შეემცირებინათ გამოყენება 2 საათამდე დღეში. მესამე ჯგუფი იყო კონტროლი. ისინი გააგრძელეს ჩვეული რეჟიმი. პირველი კვირა იყო ჯოჯოხეთი. პირველი ჯგუფის მონაწილეები აღწერდნენ სიმპტომებს, რომლებიც იდენტურია ნარკოტიკული აბსტინენციისა. შფოთვა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა, ფიზიკური დისკომფორტი. ზოგიერთი მათგანი აღწერდა ფანტომური ვიბრაციების სინდრომს. მათ ეჩვენებოდათ, რომ ტელეფონი ვიბრირებდა მათ ჯიბეში, მაშინაც კი როცა ის იქ არ იყო. ეს არის კლასიკური ნიშანი ნეირონული გადაწყობისა. მათი ტვინი იყო ასე ღრმად პროგრამირებული, ელოდა ნოტიფიკაციებს, რომ ის ქმნიდა მათ მაშინაც კი როცა ისინი არ არსებობდნენ. მაგრამ მეორე კვირიდან დაიწყო რაღაც საოცარი. მონაწილეები იწყებდნენ აღწერას გრძნობებისა, რომლებიც მათ წლებია არ განუცდიათ. ისინი ამბობდნენ: მე შემიძლია ვიფიქრო. მე შემიძლია წავიკითხო წიგნი და არ დავივიწყო რა წავიკითხე. მე შემიძლია ვისაუბრო ადამიანთან და ნამდვილად მოусმინო მას. მე შემიძლია ვიჯდე სიჩუმეში და არ ვგრძნობ პანიკას.
4 კვირის შემდეგ მათ ხელახლა ჩაუტარეს ტვინის სკანირება. შედეგები იყო გასაოცარი. პირველ ჯგუფს, მათ ვინც სრულიად შეწყვიტა სმარტფონის გამოყენება, ჰქონდა საშუალოდ 6%-ით გაზრდილი აქტივობა პრეფრონტალურ ქერქში. 6% 4 კვირაში. ეს არის ის რაოდენობა, რომელიც ნორმალურად მოითხოვს თვეების ინტენსიურ კოგნიტურ ვარჯიშს. მათი დოფამინის D2 რეცეპტორების რაოდენობა გაიზარდა საშუალოდ 14%-ით. მათი ჰიპოკამპის მოცულობა გაიზარდა 3%-ით. არა ბევრი, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. მეორე ჯგუფს, მათ ვინც შეამცირა გამოყენება 2 საათამდე, ასევე ჰქონდა გაუმჯობესება, მაგრამ ბევრად უფრო მცირე. 2% პრეფრონტალურ ქერქში, 7% დოფამინის რეცეპტორებში. მესამე ჯგუფს კონტროლს არ ჰქონდა არანაირი ცვლილება. ფაქტობრივად მათი მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა, რაც მიუთითებს, რომ დეგრადაცია გრძელდება მაშინაც კი, როცა თქვენ არ ამჩნევთ მას. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო არა სტრუქტურული ცვლილებები, არამედ სუბიექტური გამოცდილება. ექსპერიმენტის დასრულების შემდგომ მონაწილეებს თხოვეს დაბრუნებოდნენ ჩვეულ რეჟიმში. მათ შეეძლოთ ისევ გამოეყენებინათ სმარტფონები ისე, როგორც მოინდომებდნენ. შედეგი იყო გასაოცარი. 92%-მა პირველი ჯგუფისა გადაწყვიტა არ დაბრუნებოდა ძველ რეჟიმში. ისინი აგრძელებდნენ სმარტფონის გამოყენებას საშუალოდ 2 საათზე ნაკლებ დღეში. არა იმიტომ, რომ მათ უთხრესეს, არამედ იმიტომ, რომ მათ თავად იგრძნეს განსხვავება. ერთ-ერთმა მონაწილემ 26 წლის პროგრამისტმა სახელად მარკუსმა აღწერა თავისი გამოცდილება ასე. პირველი 2 კვირა იყო როგორც ფიზიკური ტკივილი. მე მუდმივად მინდოდა ჩემი ტელეფონის შემოწმება. მე ვგრძნობდი, რომ კარგავდი რაღაცას მნიშვნელოვას. მაგრამ მესამე კვირიდან დაიწყო რაღაც უცნაური. მე დავიწყე ფიქრი, ნამდვილი, ღრმა ფიქრი. პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში. მე შემეძლო ვიჯექი და ვიფიქრო ერთ პრობლემაზე 2 საათის განმავლობაში და ეს არ იყო ტანჯვა, ეს იყო სიამოვნება. მე დავიწყე წიგნების კითხვა და ნამდვილად გავიგე რა ვკითხულობდი. მე დავიწყე საუბრები ადამიანებთან და ნამდვილად მოусმინე მათ. და ყველაზე მთავარი, მე დავიწყე იდეების გენერირება. ახალი, ორიგინალური იდეები, რომლებიც არ იყო მხოლოდ რემიქსი იმისა, რაც მე ვნახე ინტერნეტში. ეს არის ის, რასაც ნეიროლოგები უწოდებენ default mode network. ტვინის ის რეჟიმი, რომელიც გააქტიურდება, როცა თქვენ არ აკეთებთ არაფერს კონკრეტულს. ეს არის ის მდგომარეობა, როცა თქვენი ტვინი თავისუფლად მოძრაობს იდეებს შორის, აკავშირებს შორეულ კონცეფციებს, კემბრიჯის უნივერსიტეტის კრეატიულობის ლაბორატორიამ 2024 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ეს ვიზუალურად დაგვანახა. მათ შეარჩიეს 200 მონაწილე და მისცეს მათ კრეატიული დავალება. მოიფიქრეთ, რაც შეიძლება მეტი არასტანდარტული გამოყენება ჩვეულებრივი ობიექტისთვის, მაგალითად აგურისთვის. ეს არის კლასიკური ტესტი დივერგენტული აზროვნებისთვის, უნარისთვის, ვის იფიქროთ არასტანდარტულად, იპოვოთ არატრივიალური გადაწყვეტები. ნახევარს მისცეს დავალება და სთხოვეს დაეწყოთ მაშინვე. მეორე ნახევარს მისცეს იდივე დავალება, მაგრამ სთხოვეს პირველ 10 წუთი უბრალოდ ეჯდათ სიჩუმეში. არა მედიტაცია, არა ფიქრი დავალებაზე, უბრალოდ ჯდომა და არაფრის კეთება. შედეგი იყო დრამატული. მეორე ჯგუფმა გამოიმუშავა საშუალოდ 41%-ით მეტი იდეა და ამ იდეების ორიგინალურობა იყო საშუალოდ 29%-ით უფრო მაღალი. 10 წუთი სიჩუმისა გაზარდა კრეატიულობას თითქმის ნახევრით. 10 წუთი. ეს არის ის დრო, რომელსაც საშუალო ადამიანი ატარებს ინსტაგრამში ერთ სესიაში. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თუ ეს 10 წუთი დახარჯავდით არა სხვების ფოტოების ყურებაზე, არამედ უბრალოდ ფიქრზე. მაგრამ აქ არის პარადოქსი. ჩვენ ვიცით ეს. ყველა ეს კვლევა არის საჯარო, ხელმისაწვდომი, ფართოდ გავრცელებული. ყოველი ადამიანი, ვინც კითხულობს ამ სიტყვებს, იცის, რომ სმარტფონები ცვლის მათ ტვინს. ისინი იციან, რომ ისინი ატარებენ ზედმეტად ბევრ დროს ეკრანებთან. ისინი იციან, რომ ეს აზიანებს მათ კონცენტრაციას, მათ მეხსიერებას, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ. რატო? პასუხი არის ის, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ ცოდნა-ქცევის გაფს. განსხვავებას იმას შორის, რაც ჩვენ ვიცით და იმას შორის, რაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის იგივე მექანიზმი, რომელიც აიძულებს მწეველს გააგრძელოს მოწევა, მიუხედავად იმისა, რომ ის იცის, რომ იომეს კლავს მას.
იგივე მექანიზმი, რომელიც აიძულებს ადამიანს ჭამოს ფასტ ფუდი, მიუხედავად იმისა, რომ ის იცის, რომ ეს აზიანებს მის ჯანმრთელობას. ცოდნა არ არის საკმარისი. საჭიროა მოტივაცია, საჭიროა ნება, საჭიროა გარემო, რომელიც მხარს უჭერს ცვლილებას. და აქ ჩვენ აწყდებით ყველაზე დიდ პრობლემას. ჩვენი გარემო არ მხარს უჭერს ცვლილებას. ის აქტიურად ებრძვის მას. ყოველი აპლიკაცია, ყოველი ვებსაიტი, ყოველი ციფრული სერვისი დიზაინდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოს თქვენი ჩართულობა. ეუფემიზმი იმისთვის, რაც ნამდვილად ნიშნავს მაქსიმალურად გაზარდოს თქვენი დამოკიდებულება. ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის ბიზნეს მოდელი. Silicon Valley-ის კომპანიები არ ყიდიან პროდუქტებს. ისინი ყიდიან თქვენს ყურადღებას. მათი შემოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენ დროს ატარებთ მათ პლატფორმებზე. რაც მეტ დროს ატარებთ, მით მეტ რეკლამას ხედავთ, მით მეტ მონაცემს აწარმოებთ, მით მეტ ფულს აკეთებენ ისინი. ამიტომ ისინი დაიქირავებენ საუკეთესო ინჟინრებს, საუკეთესო დიზაინერებს, საუკეთესო ფსიქოლოგებს, არა იმისთვის, რომ გააუმჯობესონ თქვენი ცხოვრება, არამედ იმისთვის, რომ გააჭიანურონ თქვენი ყურადღება. ყოველი ფუნქცია არის გათვლილი. Pull to refresh. ეს არის slot მანქანის ბერგედი. უსასრულო სქროლი. ეს არის ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც აღმოფხრის ბუნებრივ შეჩერების წერტილებს. ავტომატური ვიდეოს დაკვრა. ეს არის გზა, რომ არ მისცეთ თქვენს ტვინს შანსი გადაწყვიტოს, გააგრძელოს თუ შეწყვიტოს. წითელი ნოტიფიკაციის წერტილები. ეს არის ფერი, რომელიც ევოლუციურად ასოცირდება საფრთხესთან და მოითხოვს დაუყოვნებელ ყურადღებას. Facebook-ის ყოფილმა პრეზიდენტმა შონ პარკერმა 2018 წელს საჯაროდ აღიარა. ჩვენ შევქმნით სისტემა, რომელიც ექსპლუატაციას უკეთებს ადამიანის ფსიქოლოგიის სისუსტეს. ჩვენ ვიცოდით, რაც ვაკეთებდით და ჩვენ მაინც გავაკეთეთ ეს. რომ ერთმა იცის, რას აკეთებს ეს ბავშვების ტვინებს. ეს არის არა ჟურნალისტის ვარაუდი, ეს არის აღიარება ადამიანისგან, რომელმაც დაეხმარა ამ სისტემის შექმნაში. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ხელოვნური ინტელექტი ხდება უფრო და უფრო ჭკვიანი თქვენი ყურადღების манипуლირებაში. ალგორითმები სწავლობენ თქვენს სისუსტეებს, თქვენს შიშებს, თქვენს სურვილებს და იყენებენ ამ ცოდნას იმისთვის, რომ შექმნან კონტენტი, რომელიც მაქსიმალურად ჩაგაბამთ. ეს არის როგორც ნარკოდილერი, რომელიც იცის თქვენი ზუსტი ქიმიური პროფილი და ქმნის ნარკოტიკს, რომელიც სპეციალურად დიზაინდება თქვენთვის. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა შოშანა ზუბოფმა თავის წიგნში ზედამხედველობის კაპიტალიზმი აღწერა ეს ახალი ეკონომიკური მოდელი. ჩვენ აღარ ვართ მომხმარებლები, ჩვენ ვართ ნედლეული. ჩვენი ყურადღება, ჩვენი ქცევა, ჩვენი ემოციები, ყველაფერი ეს არის რესურსი, რომელიც მოიპოვება, დამუშავდება და იყიდება. და ისევე როგორც ნავთობის ინდუსტრია არ ზრუნავს გარემოზე, ყურადღების ინდუსტრია არ ზრუნავს ჩვენს ტვინებზე. მაგრამ არსებობს წინააღმდეგობა, არა პოლიტიკური, არა სოციალური, ინდივიდუალური წინააღმდეგობა. ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ დაიბრუნონ კონტროლი თავიანთ ტვინებზე და მათი რაოდენობა იზრდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსმა 2025 წელს ჩაატარა გამოკითხვა 10,000 ადამიანს შორის 18-დან 25 წლამდე. მათ დაუსვეს კითხვა: გსურთ შეამციროთ თქვენი სმარტფონის გამოყენება? 98%-მა უპასუხა დიახ. რატომ არ აკეთებთ ამას? ყველაზე გავრცელებული პასუხი იყო: არა, მე არ მინდა, ან მე არ შემიძლია, არამედ მე არ ვიცი როგორ. ეს არის კრიტიკული ინსაიტი. პრობლემა არ არის მოტივაციაში, პრობლემა არის ცოდნაში, სტრატეგიებში, ინსტრუმენტებში. და აქ მეცნიერება იძლევა კონკრეტულ პასუხებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარდა ასობით კვლევა იმის შესახებ, რა მუშაობს და რა არ მუშაობს ციფრული დამოკიდებულების წინააღმდეგ. და შედეგები არის გასაოცრად თანმიმდევრული. პირველი და ყველაზე ეფექტური სტრატეგია არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ გარემოს დიზაინს. ეს არის იდეა, რომ ყველაზე ძლიერი გზა შეცვალოთ თქვენი ქცევა არის არა ნების გამოყენება, არამედ თქვენი გარემოს შეცვლა ისე, რომ სასურველი ქცევა გახდეს ადვილი და არასასურველი რთული. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ შეამციროთ სმარტფონის გამოყენება ძილის წინ, ყველაზე არაეფექტური გზა არის თქვენთვის თქმა: მე არ გამოვიყენებ ტელეფონს საწყოში. ეს მოითხოვს მუდმივ ნებას, მუდმივ გადაწყვეტილებას, მუდმივ ბრძოლას თქვენს იმპულსებთან. და ნება არის შეზღუდული რესურსი. ის იშლება დღის განმავლობაში. საღამოს, როცა თქვენ დაღლილი ხართ, თქვენი ნება არის ყველაზე სუსტი. ეფექტური გზა არის დატოვეთ თქვენი ტელეფონი სხვა ოთახში. ეს არის მარტივი, ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც არ მოითხოვს ნებას. როცა თქვენ იწვეთ საწყოში და გსურთ ტელეფონის შემოწმება, თქვენ უნდა ფიზიკურად ადგეთ, გახვიდეთ სხვა ოთახში, აიღოთ ტელეფონი. ეს დამატებითი ბარიერი, მხოლოდ 10 წამი ფიზიკური მოძრაობისა, საკმარისია, რომ გაწყვიტოს ავტომატური იმპულსი.
და ხშირად, როცა თქვენ ადგებით და იწყებთ სიარულს, თქვენი პრეფრონტალური ქერქი იღებს შანსს ჩათქვა ერთოს და თქვას: მართლა მჭირდება ეს? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიჰევიორული ეკონომიკის ლაბორატორიამ 2024 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ეს დაადასტურა. მათ სთხოვეს 200 მონაწილეს შეეცადათ შეემცირებინათ სმარტფონის გამოყენება საწოლში. ნახევარს მისცეს მხოლოდ ინსტრუქცია: ცადეთ არ გამოიყენოთ ტელეფონი საწოლში. მეორე ნახევარს სთხოვეს დაეტოვებინათ ტელეფონი სხვა ოთახში. 2 კვირის შემდეგ პირველმა ჯგუფმა შეამცირა გამოყენება თვაგამოყენება საშუალოდ 18%-ით. მეორემ ჯგუფმა 72%-ით. მეორე ეფექტური სტრატეგია არის ციფრული მინიმალიზმი. კონცეფცია, რომელიც შემოიღო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორმა კალ ნიუპორტმა. იდეა არის მარტივი. ნაცვლად იმისა, რომ ცადოთ შეამცილოთ ყველა ციფრული აქტივობა, გააკეთეთ რადიკალური არჩევანი. დატოვეთ მხოლოდ ის ტექნოლოგიები, რომელიც ნამდვილად ემსახურება თქვენს ღირებულებებს და მიზნებს. ეს არ ნიშნავს სრულ უარს ტექნოლოგიაზე. ეს ნიშნავს ინტენციურ შეგნებულ არჩევანს. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია შეინარჩუნოთ კავშირი მეგობრებთან, შეიძლება დატოვოთ WhatsApp, მაგრამ წაშალოთ Instagram და Facebook. თუ თქვენი მიზანია ისწავლოთ ახალი რამ, შეიძლება დატოვოთ Kindle აპლიკაცია, მაგრამ წაშალოთ YouTube. თუ თქვენი მიზანია იყოთ ინფორმირებული, შეიძლება დატოვოთ ერთი სიახლეების აპლიკაცია, მაგრამ წაშალოთ Twitter. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა 2025 წელს ჩაატარა კვლევა 300 ადამიანზე, რომლებმაც მიიღეს ციფრული მინიმალიზმის მიდგომა. მათ სთხოვეს წაეშალათ ყველა სოციალური მედიის აპლიკაცია ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ დაბრუნებოდნენ მხოლოდ ის, რომლებიც ნამდვილად აკლდათ. შედეგი: საშუალოდ ისინი დაბრუნდნენ მხოლოდ ერთი აპლიკაციით, ხშირად WhatsApp ან მსგავსი მესენჯერი. ყველა დანარჩენი აღმოჩნდა არასაჭირო. და ყველაზე საინტერესო, ამ ადამიანებმა არ იგრძნეს, რომ რაიმე დაკარგეს. პირიქით, ისინი აღწერდნენ გრძნობას განთავისუფლებისა, სუბუქობისა, კონტროლის დაბრუნებისა. ერთ-ერთმა მონაწილემ 29 წლის მარკეტოლოგმა სახელად სოფიამ თქვა: მე ვფიქრობდი, რომ სოციალური მედია იყო ჩემი კავშირი სამყაროსთან. მაგრამ როცა მე წავშალე ის, მე აღმოვაჩინე, რომ ის იყო ბარიერი სამყაროსა და ჩემს შორის. ახლა მე ნამდვილად უკავშირდები ადამიანებს, არა მათ პროფილებს, არამედ მათ თავად. მესამე სტრატეგია არის ყურადღების ვარჯიში. სისტემატური პრაქტიკა, რომელიც ამყარებს თქვენს უნარს, კონტროლი გაუწიოთ თქვენს ყურადღებას. ეს არ არის მხოლოდ მედიტაცია, თუმცა მედიტაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმა. ეს არის ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ ფოკუსირებულ ყურადღებას. ხებას, კითხვა, წერა, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, საუბარი. ჰარვარდის მედიცინის სკოლამ 2023 წელს აჩვენა, რომ 8 კვირის მედიტაციის პრაქტიკა, მხოლოდ 20 წუთი დრეში, იწვევს გაზომვათ ცვლილებებს ტვინის სტრუქტურაში. მონაწილეებს ჰქონდათ გაზრდილი რუქის სისქე პრეფრონტალურ ქერქში და ჰიპოკამპში, ზუსტად ის ზონები, რომლებიც ატროფირდება ციფრული გადატვირთვის დროს. ეს არის როგორც ფიზიკური ვარჯიში კუნთებისთვის, თქვენ ვარჯიშობთ თქვენს ყურადღებას და ის ხდება უფრო ძლიერი, უფრო მოქნილი, უფრო გამძლე, მაგრამ აქ არის კრიტიკული ინსაიდი. ეს სტრატეგიები მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ ესმით რატომ აკეთებთ მათ. არა იმიტომ, რომ ვინმე გითხრათ, რომ უნდა. არა იმიტომ, რომ თქვენ გრძნობთ დანაშაულს. არამედ იმიტომ, რომ თქვენ ნამდვილად გესმით რა ხდება თქვენს ტვინში, რა კარგავთ, რა შეგიძლიათ დაიბრუნოთ. და სწორედ ამიტომ არის ეს ცოდნა. ეს გაგება ნეირობიოლოგიური მექანიზმებისა ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. როცა თქვენ იცით, რომ ყოველი სვაიპი ცვლის თქვენს დოფამინის რეცეპტორებს, ყოველი ნოტიფიკაცია ამცირებს თქვენს პრეფრონტალურ ქერქს, ყოველი ფრაგმენტირებული საათი ატროფირებს თქვენს ჰიპოკამპს, რენს ჰიპოკამპს, ეს ცოდნა იძლევა ძალას. არა აბსტრაქტულ მორალურ ძალას, არამედ კონკრეტულ ფიზიკურ გაგებას იმისა, რაზე თამაშობთ. თქვენი ტვინი არ არის უცვლელი. ის არის პლასტიური, ადაპტური, რეგენერაციული. ის შეიძლება განიკურნოს. მაგრამ ამისთვის საჭიროა ერთი რამ, რაც თანამედროვე სამყარო აქტიურად გვართმევს: დრო. არა მხოლოდ დრო როგორც წუთები, არამედ დრო როგორც უწყვეტი, დაუცველი, ღრმა ყურადღების სივრცე. დრო, როცა თქვენი ტვინი შეიძლება დაისვენოს, დაამუშაოს, აღდგეს, გადაიწყოს. და ეს არის არჩევანი, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ, არა ერთხელ, არამედ ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ წუთში. არჩევანი იმას შორის, იქნებით თქვენ ის, ვინც აკონტროლებთ თქვენს ყურადღებას, თუ ის, ვისაც აკონტროლებთ. მაგრამ აქ არის ის, რაზეც არავის საუბრობს. ის, რაც იმალება ყველა ამ კვლევის, ყველა ამ სტრატეგიის, ყველა ამ ოპტიმისტური მესიჯის უკან. ჩვენ საუბრობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე, პირად არჩევანზე, ნების ძალაზე. მაგრამ რა ხდება, როცა მთელი ცივილიზაცია აგებულია სისტემაზე,
რომელიც მოითხოვს თქვენი ტვინის ექსპლუატაციას. როცა თქვენი ეკონომიკური გადარჩენა, თქვენი სოციალური არსებობა, თქვენი პროფესიული წარმატება, ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ იყოთ მუდმივად ონლაინ, მუდმივად ხელმისაწვდომი, მუდმივად დაკავშირებული. ვიცი რას ფიქრობთ ახლა. კიდევ ერთი ალარმისტული სტატია ტექნოლოგიის შესახებ. კიდევ ერთი მცდელობა დაგვაბრუნოს წარსულში, როცა ყველაფერი უკეთესი იყო. მაგრამ ეს არ არის ნოსტალგია, ეს არ არის ლუდიზმი. ეს არის სამეცნიერო ფაქტი, რომელიც ითხოვს არა უარს ტექნოლოგიაზე, არამედ ჭეშმარიტ გაგებას იმისა, რა ფასად მოდის ის. მე არ ვამბობ, რომ სმარტფონები არის ბოროტება. მე ვამბობ, რომ ისინი არის ინსტრუმენტი. უძლიერესი ინსტრუმენტი, რომელიც ოდესმე შექმნილა ადამიანის ყურადღების მანიპულირებისთვის. და ისევე როგორც ნებისმიერი ძლიერი ინსტრუმენტი, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას კეთილისთვის ან ბოროტებისთვის. პრობლემა არის ის, რომ ამჟამად ის გამოიყენება არა თქვენი ინტერესებისთვის, არამედ იმ კომპანიების ინტერესებისთვის, რომლებმაც შექმნეს ის. სტენფორდის უნივერსიტეტის ეთიკის ცენტრმა 2025 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელმაც პირველად დეტალურად გააანალიზა ის, რასაც ისინი უწოდებენ ყურადღების ეკონომიკის ფარულ ფასს. მათ გამოთვალეს, რომ საშუალო ამერიკელი ატარებს დაახლოებით 1900 საათს წელიწადში სმარტფონთან. ეს არის 22% მათი გაღვიძებული დროისა. 22%. ეს არის 1 დღე ყოველ 5 დღეში. ეს არის 2 თვე ყოველ წელს. მაგრამ რეალური ფასი არ არის დრო. რეალური ფასი არის ის, რაც ხდება ამ დროის განმავლობაში თქვენს ტვინში. ყოველი ეს საათი არის საათი, როცა თქვენი პრეფრონტალური ქერქი არ ვარჯიშობს ღრმა აზროვნებაში. ყოველი ეს საათი არის საათი, როცა თქვენი ჰიპოკამპი არ აყალიბებს ახალ მეხსიერებებს. ყოველი ეს საათი არის საათი, როცა თქვენი დეფოლტ მოდნეტი ორ კარქმნის ახალ იდეებს. ყოველი ეს საათი არის საათი, რომელიც გაყვანილია თქვენი ინტელექტუალური პოტენციალიდან. და ახლა გავამრავლოთ ეს 8 მილიარდ ადამიანზე. გავამრავლოთ ეს ყოველ წელზე. გავამრავლოთ ეს მომავალთალოთ ეს მომავალ თაობებზე, რომლებიც არასოდეს იცნობენ სამყაროს ამ ტექნოლოგიების გარეშე. რას ვირებთ? ჩვენ ვირებთ ყველაზე დიდ კოგნიტურ კატასტროფას ადამიანის ისტორიაში. კატასტროფას, რომელიც ხდება ისე ნელა, ისე თანდათანობით, ისე უხილავად, რომ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ მას. მაქს პლანკის ინსტიტუტის ევოლუციური ანთროპოლოგიის დეპარტამენტმა 2024 წელს გამოაქვეყნა პროვოკაციული ნაშრომი სათაურით Homo digitalis, ახალი სახეობის გაჩენა. მათი არგუმენტი არის შემაშფოთებელი. ჩვენ არ ვართ უბრალოდ Homo sapiens, რომელიც იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენ ვხვდებით ახალი სახეობა, რომლის ტვინი ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი წინაპრებისგან. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის ბიოლოგიური რეალობა. როცა თქვენი ტვინის სტრუქტურა იცვლება, როცა თქვენი პრეფრონტალური ქერქი მცირდება, თქვენი ჰიპოკამპი ატროფირდება, თქვენი დოფამინის რეცეპტორები იშლება, თქვენ ხდებით ფიზიკურად განსხვავებული ადამიანი. არა უარესი, არა უკეთესი, განსხვავებული. ადამიანი, რომელიც ოპტიმიზებულია სხვა ტიპის აზროვნებისთვის, სხვა ტიპის ცხოვრებისთვის, სხვა ტიპის არსებობისთვის. და აქ არის ყველაზე საშინელი კითხვა. რა ვკარგავთ ამ ტრანსფორმაციაში? რა არის ის, რაც განსაზღვრავდა Homo sapiens როგორც სახეობას, ის უნარები, რომლებმაც გვაქცია დომინანტურ სახეობად პლანეტაზე და რომელთაც ახლა ვკარგავთ? პასუხი არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვკარგავთ ზუსტად იმ უნარებს, რომლებმაც გვაქცია ადამიანებად. ღრმა, აბსტრაქტული, გრძელვადიანი აზროვნება. უნარი ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, რაც არის, არამედ იმაზე, რაც შეიძლება იყოს. უნარი დავგეგმოთ არა მხოლოდ მომავალი დღე, არამედ მომავალი თაობები. უნარი გავიგავიგოთ არა მხოლოდ როგორ მუშაობს რაღაც, არამედ რატომ მუშაობს ის. უნარი შევქმნათ არა მხოლოდ ინსტრუმენტები, არამედ ხელოვნება, ფილოსოფია, მეცნიერება. ოქსფორდის უნივერსიტეტის კოგნიტური ნეირომეცნიერების პროფესორმა სუზან გრინფილდმა 2024 წელს გამოაქვეყნა წიგნი გონების შეცვლა, სადაც ის აღწერს ამ ტრანსფორმაციას როგორც კოგნიტურ ევოლუციას რევერსში. ის წერს: ჩვენ ხედავთ რაღაცას უპრეცედენტოს ადამიანის ისტორიაში, თაობას, რომელიც კოგნიტურად უფრო პრიმიტიულია, ვიდრე მათი მშობლები. არა იმიტომ, რომ მათ აქვთ დაბალი IQ, IQ ფაქტობრივად იზრდება, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ განსხვავებული ტიპის ინტელექტი, რომელიც ბრწყინვალეა სწრაფ, ზედაპირულ დამუშავებაში, მაგრამ სუსტია ღრმა, კომპლექსურ აზროვნებაში. და ეს უკვე აისახება რეალურ შედეგებზე. Nature-ის ჟურნალმა 2025 წელს გამოაქვეყნა ანალიზი ბოლო 20 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების ასაკისა. საშუალო ასაკი, როცა ისინი გააკეთეს თავიანთი გარღვევითი აღმოჩენა, იყო 29 წელი 2000 წელს. 2025 წელს ეს რიცხვი არის 54 წელი. 54. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მეცნიერები, ის თაობა, რომელიც გაიზარდა ციფრულ ეპოქაში, აკეთებენ გარღვევით აღმოჩენებს საშუალოდ 15 წლით გვიან, ვიდრე მათი წინამორბედები.
15 წელი. ეს არის თითქმის მთელი კარიერა. ეს არის განსხვავება იმას შორის, გააკეთო შენი საუკეთესო მუშაობა 30 წელს, როცა შენი ტვინი არის პიკზე, შენი ენერგია არის უსასრულო, შენი იდეები არის რადიკალური. და 85 წელს, როცა შენ უკვე ჩამოყალიბებული ხარ, კონსერვატიული, ნაკლებად მზად რისკისთვის. და ეს არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვზომავთ. რას ვკარგავთ იმაში, რასაც ვერ ვზომავთ? რამდენი პოტენციური აინშტაინი, რამდენი პოტენციური მარი კიური, რამდენი პოტენციური ალან ტურინგი არასოდეს მიაღწევს თავის პოტენციალს, რადგან მათი ტვინი ჩამოყალიბდა არა ღრმა აზროვნებისთვის, არამედ სწრაფი ინფორმაციის მოხმარებისთვის. კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ტიმოთი გაუერსმა 2025 წელს გააკეთა შემაშფოთებელი განცხადება. ჩვენ აღარ ვიღებთ სტუდენტებს, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ რთულ პრობლემაზე 6 თვის განმავლობაში. ისინი შეუძლიათ იმუშაონ 6 საათავსი საათი, შეიძლება 6 დღე, მაგრამ 6 თვესი თვე? ეს მოითხოვს ტიპის კონცენტრაციას, ტიპის მოთმინებას, ტიპის ღრმა ჩართულობას, რომელიც უბრალოდ აღარ არსებობს ახალგაზრდა თაობაში. და ეს არ არის მხოლოდ მათემატიკა. ეს არის ყველა სფერო, რომელიც მოითხოვს ღრმა, გრძელვადიან აზროვნებას. ფილოსოფია. როგორ შეგიძლია გაიგო კანტი ან ჰეგელი, როცა შენ ვერ კითხულობ 40 გვერდს წვეთის გარეშე? ლიტერატურა. როგორ შეგიძლია დაწერო ომი და მშვიდობა, როცა შენი მაქსიმალური კონცენტრაციის დიაპაზონი არის 8 წამი? კომპოზიცია. როგორ შეგიძლია შექმნა სიმფონია, როცა შენ ვერ უსმენ მუსიკას 10 წუთზე მეტხანს? მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე მეტად მაშპოტებს. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ტრაგედია, ეს არის კოლექტიური კატასტროფა. რადგან ყველა დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა, კლიმატის ცვლილება, პანდემიები, ხელოვნური ინტელექტის რისკები, ბირთვული საფრთხე, ყველა ეს პრობლემა მოითხოვს ზუსტად იმ ტიპის აზროვნებას, რომელსაც ჩვენ ვკარგავთ. გრძელვადიან, სისტემურ, კომპლექსურ, მრავალფაქტორიან აზროვნებას. როგორ გადავჭრით კლიმატის კრიზისს, როცა საშუალო პოლიტიკოს არ შეუძლია იფიქროს 10 წლით წინ? როგორ მოემზადებით პანდემიებისთვის, როცა საშუალო ამომრჩეველს არ შეუძლია გაიგოს ექსპონენციალური ზრდის კონცეფცია? როგორ გავაკონტროლოთ ხელოვნური ინტელექტი, როცა საშუალო ადამიანს არ შეუძლია გაიგოს ტექნოლოგიის გრძელვადიანი შედეგები? ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ ტრაგედია კომოსისა. სიტუაცია, როცა ინდივიდუალური, რაციონალური არჩევანი იწვევს კოლექტიურ კატასტროფას. თითოეული ჩვენგანისთვის რაციონალურია გამოირენოთ სმარტფონი, ის გვაძლევს დაუყოვნებელ სარგებელს, დაუყოვნებელ სიამოვნებას, დაუყოვნებელ კავშირს. მაგრამ როცა ყველა ჩვენგანი აკეთებს ამას, ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, რომელიც კარგავს უნარს გადაჭრას, გრძელვადიანი პრობლემები. და აქ არის ყველაზე საშინელი ნაწილი. ეს არის თვითგამტკიცებადი ციკლი. რაც უფრო მეტად ვკარგავთ ღრმა აზროვნების უნარს, მით ნაკლებად ვხედავთ პრობლემას. რაც ნაკლებად ვხედავთ პრობლემას, მით ნაკლებად ვცდილობთ მის გადაჭრას. რაც ნაკლებად ვცდილობთ მის გადაჭრას, მით უფრო ღრმავდება პრობლემა. ეს არის როგორც ადამიანი, რომელიც კარგავს მხედველობას და ამის გამო წვეთს სათვალის რაც კიდე უფრო აუარესებს მხედველობას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მედია ლაბორატორიის დირექტორმა ჯოი იტომ 2024 წელს გააკეთა პროვოკაციული განცხადება. ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიებს, რომლებიც აკეთებს ჩვენ უფროსულელებს. და რაც უფროსულელები ვხდებით, მით უფრო ვაგრძელებთ ასეთი ტექნოლოგიების შექმნას. ეს არის ინტელექტუალური სიკვდილის სპირალი და ჩვენ ვართ მის შუაგულში. მაგრამ აქ არის ის, რაც მე მინდა რომ გესმოდეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი ამ მთელი ისტორიისა. ეს არ არის გარდაუვალი. ეს არ არის ბუნებრივი ევოლუცია. ეს არ არის პროგრესი. ეს არის არჩევანი. არჩევანი, რომელიც გაკეთდა ჩვენთვის, ჩვენს გარეშე, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. ვიცი რას ფიქრობთ. მაგრამ რა შემიძლია გავაკეთო? მე ვარ მხოლოდ ერთი ადამიანი. როგორ შემიძლია ვებრძოლო მთელ ინდუსტრიას, რომელიც ღირს ტრილიონობით დოლარს? და თქვენ მართალი ხართ. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ სისტემა მარტო. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ტვინი. თქვენ შეგიძლიათ დაიბრუნოთ კონტროლი თქვენს ყურადღებაზე. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ის, რასაც მე უწოდებ კოგნიტურ პარტიზანს. ადამიანი, რომელიც შეგნებულად ებრძვის ყურადღების ეკონომიკას. და როცა საკმარისი რაოდენობის ადამიანი გააკეთებს ამას, როცა საკმარისი რაოდენობის ადამიანი თქვის არა მუდმივ კავშირს, არა ფრაგმენტირებულ ყურადღებას, არა ციფრულ დამოკიდებულებას, მაშინ სისტემა იდულებული იქნება შეიცვალოს. რადგან სისტემა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მის გამოყენებას. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ადამიანების შკვლავ შეუძლიათ კითხვა წიგნებისა ღრმა კონცენტრაციით. სამყარო, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს შეუძლიათ წლობით იმუშაონ ერთ რთულ პრობლემაზე.
სამყარო, სადაც ფილოსოფოსებს შეუძლიათ ფიქრი საათობით ერთ იდეაზე. სამყარო, სადაც ხელოვანებს შეუძლიათ შექმნა ნამუშევრები, რომლებიც მოითხოვს წლების ღრმა ჩართულობას. სამყარო, სადაც ჩვეულებრივ ადამიანებს შეუძლიათ საუბარი ერთმანეთთან. ნამდვილი, ღრმა, ნიშნულოვანი საუბარი, ეკრანების გარეშე. ეს არ არის უტოპია. ეს არის ის, როგორც ადამიანები ცხოვრობდნენ მხოლოდ 15 წლის წინ. ეს არის ის, როგორც ჩვენი ტვინები ევოლუციონირდნენ ასობით ათასი წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, არა ის, რაც ჩვენ გვაქვს ახლა. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა მარკუს გაბრიელმა 2025 წელს დაწერა ესე სათაურით „ბოლო თაობა, რომელსაც შეუძლია ფიქრი“. მასში ის წერს: ჩვენ ვართ კრიტიკულ მომენტში ადამიანის ისტორიაში. ჩვენ ვართ ბოლო თაობა, რომელიც იცნობს ორივე სამყაროს, სამყაროს ღრმა აზროვნებისა და სამყაროს ციფრული ზედაპირულობისა. ჩვენ ვართ ბოლო თაობა, რომელსაც შეუძლია აერჩიოს. შემდეგი თაობები არ იქნებიან ასე ბედნიერნი. მათი ტვინები ჩამოყალიბდება ციფრულ გარემოში და ისინი არასოდეს იცოდნენ, რა დაკარგეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, ჩვენ გვახსოვს. ჩვენ გვახსოვს, რომ როგორია კითხვა წიგნისა საათობით წვეთის გარეშე. ჩვენ გვახსოვს, როგორია ფიქრი ერთ პრობლემაზე დღეების განმავლობაში. ჩვენ გვახსოვს, როგორია ჯდომა სიჩუმეში და არაფრის კეთება და არაფრის კეთება და როგორ ამ სიჩუმიდან იბადება იდეები. ჩვენ გვახსოვს, როგორია ყოფნა სრულად აქ, ამ მომენტში, ამ საუბარში, ამ გამოცდილებაში, ეკრანების გარეშე, ნოტიფიკაციების გარეშე, მუდმივი ნახევრად ყურადღების გარეშე. და ეს მეხსიერება არის ჩვენი ძალა. ეს არის ის, რაც აძლევს ჩვენ უნარს ვიბრძოლოთ. რადგან თქვენ ვერ იბრძვით იმისთვის, რაც არ იცით, მაგრამ როცა თქვენ იცით, როცა თქვენ გახსოვთ, როგორია ნამდვილი, ღრმა, ფოკუსირებული აზროვნება, მაშინ თქვენ გაქვთ რაღაც რისთვისაც ღირს ბრძოლა. და ეს ბრძოლა იწყება არა დიდი რევოლუციური ჟესტებით. ის იწყება მცირე, ყოველდღიური არჩევანებით. ის იწყება იმით, რომ დილით, როცა გაიღვიძებთ, არ შეამოწმოთ თქვენი ტელეფონი პირველ 10 წუთში. ის იწყება იმით, რომ საღამოს, როცა იცვეთ საწოლში, დატოვოთ თქვენი ტელეფონი სხვა ოთახში. ის იწყება იმით, რომ როცა ჭამთ მეგობართან, დადოთ ორივე ტელეფონი მაგიდის ქვეშ და ნამდვილად ისაუბროთ ერთმანეთთან. ის იწყება იმით, რომ აირჩიოთ 1 საათი დღეში, მხოლოდ 1 საათი, როცა თქვენ იქნებით სრულიად ოფლაინ. არა იმიტომ, რომ თქვენ უნდა იყოთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ გსურთ. იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ ეს საათი არის ინვესტიცია თქვენს ტვინში, თქვენს აზროვნებაში, თქვენს იდენტობაში. ის იწყება იმით, რომ აირჩიოთ ერთი აქტივობა: კითხვა, წერა, ხატვა, მუსიკა, სპორტი, მედიტაცია, რომელიც მოითხოვს ღრმა, ხანგრძლივ კონცენტრაციას. და ვარჯიშობთ ამ აქტივობაში ყოველ დღე, ისევე როგორც ვარჯიშობთ ფიზიკურ ვარჯიშში, რადგან თქვენი ყურადღება არის კუნთი. და ისევე როგორც ნებისმიერი კუნთი, ის ძლიერდება ვარჯიშით და სუსტდება უმოქმედობით. ის იწყება იმით, რომ აირჩიოთ ერთი დღე კვირაში, მხოლოდ ერთი დღე, როცა თქვენ იქნებით სრულიად ციფრული დეტოქსიკაციის რეჟიმში. არა ტელეფონი, არა კომპიუტერი, არა ეკრანები. მხოლოდ თქვენ, თქვენი ტვინი, თქვენი აზრები, რეალური სამყარო. და დააკვირდით რა ხდება. დააკვირდით, როგორ იწყებს თქვენი ტვინი ნელ-ნელა გამოღვიძებას, როგორ იწყებს იდეების მოსვლას, როგორ იწყებს მეხსიერების დაბრუნებას, როგორ იწყებს კონცენტრაციის აღდგენას. და ყველაზე მთავარი, ის იწყება იმით, რომ გაუზიაროთ ეს ცოდნა სხვებს. რომ ესაუბროთ თქვენს მეგობრებს, თქვენს ოჯახს, თქვენს კოლეგებს იმის შესახებ, რა ხდება ჩვენს ტვინებში. არა მორალიზატორულად, არა განსჯით, არამედ თანაგრძნობით და გაგებით. რადგან ჩვენ ყველანი ვართ ამ სიტუაციაში. ჩვენ ყველანი ვართ მსხვერპლი სისტემისა, რომელიც შექმნილია ჩვენი ყურადღების ექსპლუატაციისთვის. მაგრამ ჩვენ ასევე ყველანი შეგვიძლია ვიყოთ წინააღმდეგობა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ის თაობა, რომელიც თქვა არა. თაობა, რომელიც დაიბრუნა კონტროლი თავის ტვინებზე. თაობა, რომელიც შეინარჩუნა უნარი, ღრმა, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა. თაობა, რომელმაც გადასცა ეს უნარი შემდეგ თაობებს. რადგან აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასდაუდებელია. არა ინფორმაცია, არა კავშირი, არა პროდუქტიულობა, არამედ უნარი. იფიქროთ, უნარი შექმნათ. უნარი იყოთ სრულად ადამიანი, არა ბიოლოგიური რობოტი, რომელიც რეაგირებს სტიმულებზე, არამედ შეგნებული არსება, რომელსაც შეუძლია აირჩიოს, შეიცვალოს, შექმნას. ეს არის ის, რისთვისაც ღირს ბრძოლა. ეს არის ის, რისთვისაც ღირს ყოველდღიური არჩევანი. ეს არის ის, რისთვისაც ღირს თქმა არა ყველაზე ძლიერ ინდუსტრიას მსოფლიოში. რადგან თქვენი ტვინი არ არის პროდუქტი, თქვენი ყურადღება არ არის საქონელი, თქვენი აზროვნება არ არის რესურსი, რომელიც უნდა მოიპოვოს და გაიხიდოს. თქვენი ტვინი არის ის, რაც გაქცევთ თქვენ.
და მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ, როგორ გამოიყენოთ ის. მაგრამ აქ არის ის, რაზეც ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ. ის, რაც იმალება ყველა ამ კვლევის, ყველა ამ სტრატეგიის, ყველა ამ ოპტიმისტური მესიჯის უკან. ჩვენ ვსაუბრობთ ისე, თითქოს ჩვენ ვიცით რა არის აზროვნება. თითქოს ჩვენ ვიცით რა არის სიღრმე. თითქოს ჩვენ ვიცით რა არის ადამიანობა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არასოდეს არ ვიცოდით. დაფიქრდით ამაზე. ყველა ეს კვლევა, რომელიც გვიჩვენებს როგორ იცვლება ჩვენი ტვინი, ისინი ზომავენ სტრუქტურას, არა გამოცდილებას. ისინი ზომავენ ნეირონულ კავშირებს, არა შეგნებას. ისინი ზომავენ დოფამინის რეცეპტორებს, არა მნიშვნელობას. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც იცვლება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ნიშნავს ეს ცვლილება ნამდვილად. შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ჩვენ ვცდებით. შეიძლება ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ღრმა აზროვნებას, არის მხოლოდ ერთი ტიპი აზროვნებისა. ტიპი, რომელიც ევოლუციონირდა კონკრეტული გარემოსთვის, კონკრეტული გამოწვევებისთვის. და შეიძლება ახალი გარემო, ციფრული, ურთიერთდაკავშირებული, ინფორმაციით გაჯერებული გარემო, მოითხოვს ახალ ტიპს აზროვნებისა. არა უარეს, არა უკეთეს, განსხვავებულს. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორმა ნიკ ბოსტრომმა 2023 წელს დასვა კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ არავის უპასუხია. რა არის ის, რაც აკეთებს აზროვნებას ღრმად? არის ეს დრო? არის ეს კონცენტრაცია? არის ეს წრფიობა? თუ არის ეს მხოლოდ ჩვენი კულტურული პრეფერენცია? ჩვენი ჩვევა ვაფასოთ ერთი ტიპისთვის კოგნიცია სხვაზე მეტად. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი. პირველს შეუძლია კითხვა ომი და მშვიდობის 500 გვერდისა ერთი კვირის განმავლობაში, ღრმად ჩაძირვა ტოლსტოის სამყაროში, გაგება ყველა ნიუანსისა, ყველა კავშირისა, ყველა ფილოსოფიური ფენისა. მეორეს შეუძლია წაკითხვა 500 სხვადასხვა სტატიის ერთი კვირის განმავლობაში, სწრაფად დაამუშავოს ინფორმაცია, იპოვოს პატერნები, დაუკავშიროს შორეული იდეები, შექმნას ახალი სინთეზი. ვინ არის უფრო ღრმა მოაზროვნე? ვინ არის უფრო ინტელექტუალური? ვინ არის უფრო ადამიანი? ჩვენი ინსტინქტი გვეუბნება. პირველი. რადგან ჩვენ გაზრდილი ვართ კულტურაში, რომელიც აფასებს ხანგრძლივ, წრფივ, ფოკუსირებულ აზრაზროვნებას, მაგრამ ეს არის კულტურული არჩევანი, არა ბიოლოგიური აუცილებლობა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაფასებთ, არა ის, რაც ობიექტურად უკეთესია. კემბრიჯის უნივერსიტეტის კოგნიტური მეცნიერების ლაბორატორიამ 2024 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ეს კითხვა გააცოცხლა. მათ შექმნეს ორი ტიპის პრობლემა. პირველი მოითხოვდა ღრმა, ხანგრძლივ ანალიზს, მათემატიკური დამტკიცება, რომელიც საჭიროებდა საათობით კონცენტრირებულ მუშაობას. მეორე მოითხოვდა სწრაფ, ფართო სინთეზს, 100 სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის ინტეგრაცია და ახალი იდეის გენერირება. შედეგი იყო გასაოცარი. ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ძველი ტიპის ტვინი, მაღალი კონცენტრაციის უნარი, დაბალი ციფრული გამოყენება, იყვნენ ბრწყინვალენი პირველ ტიპის პრობლემებში. მაგრამ ისინი იყვნენ მნიშვნელოვნად უარესები მეორე ტიპში. ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ახალი ტიპის ტვინი, ფრაგმენტირებული ყურადღება, მაღალი ციფრული გამოყენება, იყვნენ უარესები პირველ ტიპში, მაგრამ ბრწყინვალენი მეორეში. ორივე ტიპის პრობლემა არის მნიშვნელოვანი. ორივე ტიპის აზროვნება არის ღირებული, მაგრამ ისინი არიან განსხვავებული, ფუნდამენტურად, სტრუქტურულად განსხვავებული. და აქ არის ის, რაც ნამდვილად მაშფოთებს. შეიძლება ჩვენ არ ვკარგავთ აზროვნების უნარს, შეიძლება ჩვენ უბრალოდ ვცვლით აზროვნების ტიპს. და შეიძლება ეს ცვლილება არის არა კატასტროფა, არამედ ადაპტაცია. ადაპტაცია სამყაროსთან, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება იმ სამყაროსგან, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. მაგრამ, და ეს არის უზარმაზარი მაგრამ, ეს ადაპტაცია ხდება არა ჩვენი არჩევანით. ის ხდება იმიტომ, რომ სისტემა, რომელიც შექმნილია ჩვენი ყურადღების მონეტიზაციისთვის, აიდულებს ჩვენ ამ ადაპტაციისკენ. და ეს არის ის, რაც აკეთებს მას საშიშს. ევოლუცია მუშაობს ნელა, თაობების განმავლობაში, ბუნებრივი შერჩევის მეშვეობით. მაგრამ ის, რაც ხდება ახლა, არ არის ევოლუცია. ეს არის იძულებითი ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია, რომელიც ხდება ერთი თაობის განმავლობაში, არა ბიოლოგიური აუცილებლობის გამო, არამედ ეკონომიკური მოტივაციის გამო. და აქ არის ყველაზე ღრმა კითხვა. კითხვა, რომელზეც არავინ იცის პასუხი. რა ვკარგავთ ამ ტრანსფორმაციაში? არა მხოლოდ კონკრეტული უნარები, კონცენტრაცია, მეხსიერება, ღრმა აზროვნება, არამედ რაღაც უფრო ფუნდამენტური. რაღაც, რაც შეიძლება ვერც კი შევამჩნიოთ, სანამ არ დავკარგავთ მას სრულიად. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის პროფესორმა შერი თურკლმა თავის წიგნში მარტო ერთად აღწერს ფენომენი, რომელსაც ის უწოდებს ტექნოლოგიურ მარტოობას. ის წერს: ჩვენ ვართ უფრო დაკავშირებულნი ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჩვენ გვგრძნობთ თავს უფრო მარტოდ ვიდრე ოდესმე. ჩვენ გვაქვს ათასობით მეგობარი ონლაინ, მაგრამ არავინ ვისთანაც ნამდვილად ვისაუბრებთ. ჩვენ ვიცით ყველაფერი ყველას შესახებ, მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ არავის ნამდვილად.
ეს არის პარადოქსი ციფრული ეპოქისა. რაც უფრო მეტად უკავშირდებით ინფორმაციას, მით ნაკლებად უკავშირდებით ერთმანეთს. რაც უფრო მეტად ვიცით, მით ნაკლებად ვესმით. რაც უფრო მეტად ხედავთ, მით ნაკლებად ხედავთ ნამდვილად. და შეიძლება, ეს არის ის, რასაც ჩვენ ნამდვილად ვკარგავთ. არა აზროვნების უნარს, არამედ კავშირის უნარს. არა ინტელექტს, არამედ ემპათიას. არა ცოდნას, არამედ სიბრძნეს. რადგან სიბრძნე არ არის ინფორმაცია. სიბრძნე არის გაგება, ღრმა, ინტუიციური, ემოციური გაგება იმისა, რა ნიშნავს იყო ადამიანად. და ეს გაგება არ მოდის სწრაფი, ფრაგმენტული, ზედაპირული ინფორმაციის მოხმარებიდან. ის მოდის ნელი, ღრმა, ემოციური ჩართულობიდან. სხვა ადამიანებთან, ხელოვნებასთან, ბუნებასთან, საკუთარ თავთან. ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა 2025 წელს დაასრულა გრძელვადიანი კვლევა. კვლევა, რომელიც გრძელდებოდა 85 წელი და შეისწავლიდა რა აკეთებს ადამიანებს ბედნიერებს. შედეგი იყო გასაოცრად მარტივი. არა ფული, არა წარმატება, არა ცოდნა, არამედ ურთიერთობები. ღრმა, ნამდვილი, ემოციური ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. მაგრამ როგორ შეიძლება გქონდეთ ღრმა ურთიერთობები, როცა თქვენი ყურადღება მუდმივად არის სხვა დღება მუდმივად არის სხვაგან? როგორ შეიძლება ნამდვილად იცნოთ ვინმე, როცა ყოველი საუბარი წყდება ნოტიფიკაციებით? როგორ შეიძლება ნამდვილად იყოთ ვინმესთან, როცა ნაწილი თქვენი ტვინისა ყოველთვის არის ონლაინ? და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე ღრმა კითხვამდე. კითხვა, რომელიც სცილდება ნეირომეცნიერებას, ფსიქოლოგიას, ტექნოლოგიას. კითხვა, რომელიც არის ფილოსოფიური, ეგზისტენციალური, სულიერი. რა ნიშნავს იყო ადამიანად? არის ეს ჩვენი უნარი ვიფიქროთ, ჩვენი უნარი შევქმნათ, ჩვენი უნარი ვისწავლოთ? თქვენი თუ არის ეს რაღაც უფრო ღრმა, რაღაც რაც არ იზომება ნეირონული კავშირებით, რაც არ ფიქსირდება ტვინის სკანირებით, რაც არ ტესტირდება კოგნიტური ექსპერიმენტებით. ფრანგმა ფილოსოფოსმა მორის მერლო-პონტიმ 20 საუკუნის შუა წლებში დაწერა: ჩვენ არ ვართ ტვინი, რომელიც ატარებს სხეულს, ჩვენ ვართ სხეული, რომელიც ფიქრობს. ის გულისხმობდა, რომ ჩვენი აზროვნება არ არის აბსტრაქტული, დისემბოდიური პროცესი. ის არის ფიზიკური, ემბოდიური, სენსორული გამოცდილება. გამოცდილება, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს სხეულზე, ჩვენს გრძნობებზე, ჩვენს ურთიერთობაზე ფიზიკურ სამყაროსთან. მაგრამ რა ხდება, როცა ჩვენი ურთიერთობა სამყაროსთან ხდება სულ უფრო მეტად შუამავლობული ეკრანებით? როცა ჩვენი გამოცდილება ხდება სულ უფრო მეტად ციფრული, არა ფიზიკური? როცა ჩვენი სენსორული შეყვანა მოდის არა რეალური სამყაროდან, არამედ ხელოვნური სტიმულებიდან? შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ აზროვნების უნარს, არამედ არსებობის უნარს. არა მხოლოდ ინტელექტს, არამედ ცნობიერებას. არამედ ცონად, არამედ ცოდნას, არამედ გამოცდილებას. და ეს არის ის, რაზეც არავინ საუბრობს. ეს არის ის, რაც არ იზომება კვლევებით. ეს არის ის, რაც არ ფიქსირდება სტატისტიკით. მაგრამ ეს არის ის, რაც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსის ფილოსოფიის პროფესორმა ალვა ნოემ დაწერა წიგნი სათაურით გარეთ ჩვენი თავებიდან, სადაც ის არგუმენტირებს, რომ ცნობიერება არ არის მხოლოდ ტვინში. ის არის ურთიერთქმედება ტვინს, სხეულსა და გარემოს შორის. ჩვენი აზროვნება ახდება მხოლოდ ჩვენს თავებში. ის ხდება ჩვენს ხელებში, როცა ვწერთ, ჩვენს ფეხებში, როცა ვიარებთ, ჩვენს გულში, როცა ვგრძნობ. მაგრამ რა ხდება, როცა ჩვენი ხელები არ წერენ? ისინი მხოლოდ სვაიპავენ. როცა ჩვენი ფეხები არ დადიან, ჩვენ ვჯდებით საათობით ეკრანების წინ. როცა ჩვენი გული არ გრძნობს, ჩვენ მხოლოდ ხედავთ ემოციებს ეკრანზე, არ ვიცდით მათ ნამდვილად. შეიძლება ჩვენ ვქნით თაობას, რომელიც არის ინტელექტუალურად კომპეტენტური, მაგრამ ეგზისტენციალურად ცარიელი. თაობა, რომელმაც იცის ყველაფერი, მაგრამ არაფერი არ განუცდია ნამდვილად. დვილად. თაობა, რომელსაც შეუძლია დაამუშავოს ინფორმაცია, მაგრამ ვერ შექმნის მნიშვნელობა. და აქ ჩვენ მივდივართ ბოლო, ყველაზე ღრმა კითხვამდე. კითხვა, რომელზეც არავინ იცის პასუხი, მაგრამ რომელიც უნდა დავსვათ. რა არის ის, რაც ნამდვილად აკეთებს ჩვენ ადამიანებად? არის ეს ჩვენი ტვინის ზომა, ჩვენი IQ, ჩვენი უნარი გადავჭრათ პრობლემები? თუ არის ეს რაღაც სხვა, რაღაც რაც არ იზომება, რაც არ ტესტირდება, რაც არ ოპტიმიზდება? შეიძლება ის, რაც აკეთებს ჩვენ ადამიანებად, არის არა ჩვენი უნარი ვიფიქროთ სწრაფად, არამედ ჩვენი უნარი ვიფიქროთ ღრმად. არა ჩვენი უნარი დავამუშავოთ ინფორმაცია, არამედ ჩვენი უნარი შევქმნათ მნიშვნელობა. არა ჩვენი უნარი ვიყოთ ეფექტურები, არამედ ჩვენი უნარი ვიყოთ ადამიანები. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს არის ის, რისთვისაც ნამდვილად ღირს ბრძოლა.
არა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ წარსული, არა იმისთვის, რომ უარი ვთქვათ ტექნოლოგიაზე, არამედ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც აკეთებს ჩვენ ადამიანებად, რაც არ არის ჩვენი ტვინის სტრუქტურა, არამედ ჩვენი უნარი, იყოთ სრულად აქ, სრულად ცოცხალი, სრულად ადამიანი. მაგრამ აქ არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. ის, რაზეც არც ერთი კვლევა ვერ მოგცემს პასუხს. ის, რაც რჩება საიდუმლოდ მიუხედავად ყველა ჩვენი მეცნიერებისა, ყველა ჩვენი ტექნოლოგიისა, ყველა ჩვენი გაგებისა. ჩვენ ვიცით, რომ ტვინი იცვლება. ჩვენ ვიცით, რომ ნეირონული კავშირები ყალიბდება და ქრება. ჩვენ ვიცით, რომ დოფამინის რეცეპტორები იზრდება და მცირდება. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ცნობიერება. ჩვენ არ ვიცით, როგორ წარმოიქმნება სუბიექტური გამოცდილება ობიექტური ნეირონული პროცესებიდან. ჩვენ არ ვიცით, რატომ არის რაღაც, რაიმე, იყო ადამიანად, ნაცვლად იმისა, რომ იყო მხოლოდ ბიოლოგიური მანქანა, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას. ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ hard problem of consciousness, რთული პრობლემა ცნობიერებისა. და ეს პრობლემა რჩება გადაუჯრელი. ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, როგორ მუშაობს ტვინი, მაგრამ ჩვენ ვერ ავხსნით, რატომ არის ტვინის მუშაობა თან ახლავს გამოცდილება, სუბიექტური, პირადი, შეუცვლელი გამოცდილება იყო ცოცხალება, იყო ცოცხალი. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს საიდუმლო არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. არა ის, რაც ჩვენ ვიცით, არამედ ის, რაც ჩვენ არ ვიცით. არა ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ, არამედ ის, რაც რჩება გაუზომელი. არა ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, არამედ ის, რაც რჩება საიდუმლოდ. რადგან შეიძლება ის, რაც აკეთებს ცხოვრებას ღირებულს, არის არა ჩვენი უნარი გავიგოთ ყველაფერი, არამედ ჩვენი უნარი ვიცხოვროთ საიდუმლოში. არა ჩვენი უნარი გავაკონტროლოთ ყველაფერი, არამედ ჩვენი უნარი მივიღოთ გაურკვევლობა. არა ჩვენი უნარი ვიცოდეთ ყველა პასუხი, არამედ ჩვენი უნარი ვცხოვრობთ კითხვებთან. და ეს არის ის, რასაც ციფრული ეპოქა გვართმევს. არა მხოლოდ ღრმა აზროვნების უნარს, არა მხოლოდ კონცენტრაციის უნარს, არამედ საიდუმლოს უნარს, გაურკვევლობის უნარს, არცოდნის უნარს. რადგან ციფრული სამყარო გვპირდება, რომ ყველა კითხვას აქვს პასუხი, ყველა პრობლემას აქვს გადაწყვეტა, ყველა საიდუმლოს აქვს ახსნა, მხოლოდ ერთი კლიკის მოშორებით. მაგრამ ეს არის ტყუილი. ყველაზე მნიშვნელოვან კითხვები იმის შესახებ, რა ნიშნავს იყო ადამიანად, რა ნიშნავს იყო ცოცხალი, რა ნიშნავს იყო ცნობიერი, არ აქვს პასუხები Google-ში. ამ კითხვებს აქვს პასუხები მხოლოდ ჩვენში, ჩვენს გამოცდილებაში, ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს ღრმა, ნელ, ხანგრძლივ ჩართულობაში ცხოვრებასთან. მაგრამ ამ პასუხების პოვნა მოითხოვს დროს, მოითხოვს სიჩუმეს, მოითხოვს ყურადღებას, არა ფრაგმენტირებულ, არა გაფანტულ, არამედ სრულ, ღრმა, უწყვეტ ყურადღებას. და ეს არის ის, რისთვისაც ნამდვილად ღირს ბრძოლა. არა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ძველით აზროვნება, არა იმისთვის, რომ უარი ვთქვათ ახალ ტექნოლოგიებზე, არამედ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სივრცე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიური სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სრულად ადამიანები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ არა მხოლოდ ჩვენს თავებში, არამედ ჩვენს სხეულებში, არა მხოლოდ ციფრულ სამყაროში, არამედ რეალურ სამყაროში, არა მხოლოდ ინფორმაციასთან, არამედ ერთმანეთთან. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? გახსოვთ პირველი წინადადება ამ მთელი ისტორიისა. სწორედ ახლა ამ წამს, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს ტვინში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც შეიძლება შეუქცევადად შეცვალოს თქვენი აზროვნების უნარი. ახლა ამ წამს, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს ტვინში კვლავ მიმდინარეობს პროცესი. მაგრამ ახლა თქვენ იცით ეს. ახლა თქვენ ვერ ესმით ეს. ახლა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ როცა დაასრულებთ ამ ტექსტის მოსმენას, არ შეამოწმოთ თქვენი ტელეფონი მაშინვე. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ იჯდეთ სიჩუმეში 5 წუთი და დაფიქრდეთ იმაზე, რაც გაიგეთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ ესაუგროთ ვინმეს, ნამდვილად ესაუგროთ ეკრანების გარეშე, იმის შესახებ, რაც გრძნობთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ დღეს ამ საღამოს დატოვოთ თქვენი ტელეფონი სხვა ოთახში და წაიკითხოთ წიგნი. ან უბრალოდ იჯდეთ და იფიქროთ. ან უბრალოდ იყოთ სრულად აქ, სრულად ეხლა, სრულად ცოცხალად. ცოცხალი. ეს არის მცირე არჩევანი. ეს არის უმნიშვნელო არჩევანი. მაგრამ ეს არის არჩევანი, რომელიც აკეთებს განსხვავებას. რადგან ყოველი მცირე არჩევანი არის ვარჯიში. ყოველი მცირე არჩევანი ამყარებს ნეირონულ კავშირებს. ყოველი მცირე არჩევანი აბრუნებს თქვენ კონტროლს თქვენს ტვინზე, თქვენს ყურადღებაზე, თქვენს ცხოვრებაზე. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, როცა საკმარისი რაოდენობის ადამიანი გააკეთებს ამ მცირე არჩევანებს, ჩვენ შევქმნით რაღაც ახალს. არა დაბრუნება წარსულში, არა უარი მომავალზე, არამედ რაღაც სხვა. ახალი გზა იყო ადამიანად ციფრულ ეპოქაში.
გზა, რომელიც არ უარყოფს ტექნოლოგიას, მაგრამ არც ემორჩილება მას. გზა, რომელიც იყენებს ინსტრუმენტებს, მაგრამ არ ხდება ინსტრუმენტი. გზა, რომელიც ცხოვრობს ციფრულ სამყაროში, მაგრამ არ კარგავს კავშირს რეალურ სამყაროსთან. ეს არის გზა, რომელიც არავინ არ იცის. ეს არის გზა, რომელიც ჯერ არ არსებობს. ეს არის გზა, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ. ერთად, ნელ-ნელა, არჩევანი არჩევანის შემდეგ. და შეიძლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავსვათ. არა, რა ვკარგავთ, არამედ რა შეგვიძლია შევქმნათ. არა, როგორ დავიბრუნოთ წარსული, არამედ როგორ ავაშენოთ მომავალი. არა, როგორ გავექცეთ ტექნოლოგიას, არამედ როგორ ვიცხოვროთ მასთან, ჭკვიანურად, შეგნებულად, ადამიანურად. ეს არის კითხვები, რომლებზეც არავინ არ იცის პასუხები, მაგრამ შეიძლება პასუხების არცოდნა არის ზუსტად ის, რაც აკეთებს ჩვენ ადამიანებად. შეიძლება კითხვები არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პასუხები. შეიძლება საიდუმლო არის უფრო ღირებული ვიდრე ცოდნა. შეიძლება ძიება არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პოვნა. პოვნა. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ეს არის ის, რისთვისაც ნამდვილად ღირს იყო ცოცხალი. არა იმისთვის, რომ ვიცოდეთ ყველაფერი, არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ყველაფერთან. არა იმისთვის, რომ გავაკონტროლოთ ყველაფერი, არამედ იმისთვის, რომ ვიყოთ სრულად აქ, სრულად ახლა, სრულად ადამიანები. ყველა ჩვენი სისუსტით, ყველა ჩვენი ძალით, ყველა ჩვენი საიდუმლოთ. თქვენი ტვინი იცვლება. ეს არის ფაქტი. მაგრამ როგორ იცვლება, ეს არის თქვენი არჩევანი. აირჩიეთ ჭკვიანურად.